გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უსმენთ FLP-ს და დღევანდელ საახალწლო ეპიზოდში შევაჯამეთ ეს წელი, როგორც ჩვენი, როგორც ჩანელის, ისე ზოგადად რა ხდებოდა ინდუსტრიაში, ვისაუბრეთ coding agent-ებზე და ყველა დანარჩენ agent-ზე და შევაფასეთ როგორ იყო ეს წელი და გამოვიდა თუ არა 2025 აგენტების წელი. მოგესმენთ. წავედით, ესე იგი დღეს არის FLP-ის ეპიზოდი 30-იან 31 ეპიზოდი. საახალწლო განწყობით დაგიბრუნდით. ყველას გილოცავთ დამდეგრობა ახალწელს პირველ რიგში. Hi guys, როგორ ახართ? მანამდე დაიდება ახლა ვითო? ჩემს მანამდე უნდა დავდოთ. მაგრამ მანამდე ეს ქუდების უნდა გაკეთო. ნაშრომით მოყევით, ხო? კაი, რიკეპი დავიწყოთ რა. რომელი ეპიზოდია? ეს არის ეპიზოდი 30, ანუ 31 რა. 31. და შევაჯამოთ რა, ეხა ეს. და ეს დაიდება 31. 12 საათსა და 0 წუთს. ესე იგი, ახ თქონა იქნება რომ ახალწელს შევხვდეთ ამ პოდკასტის მოსვლა. ლაივი გაუშვათ, აი 31-ზე დაიწყება პრემიერა YouTube-ზე და ერთად უყუროთ ჩვენ ეპიზოდს. ნარნია. ნარნია, არა. ის ყველა რო უყურებს, საუეცკის ფილმი. ირონიას უდრის ნაცვლად ყველა ოჯახს ჩაერთოს პროდუქტი თუ შეიძლება. კაი, მოდი შევაჯამოთ გაის რა. ეს ახლა ერთი წელი გავიდა. იდეაში რაც თავზე იმასკენი კუდები გახდებს თავზე. ანუ ერთი წელი გავიდა გიო რაც შენ თქვი რომ იდეაში რაც we turned fully AI, ხო? ანუ იმიტომ რომ მანამდე მაინც თქვა AI პოდკასტი არ ვიყავით. ხო და აბა რიცხვებში თუ გახსოვთ, აბა რამდენი subscriber-ი გვყავთ? 1500. 1465 უფრო ზუსტად. და Discord-ში ყავს 500 ზუსტად. სამ დავიწყებდი. აჩუ ამბობს რომ ამდენი subscriber-ი ყავს და ნიკა ეუბნება რომ მაგრამ 1500 თქვია. აგიტო ეს სწრაფად ესეთ პასუხი იმიტომ მქონდა, მაგრამ ოკეი. აი ეს დააკონკრეტა. და 500 Discord-ის member-ი და ყველაზე დიდი მადლობა რა. კი. ორი ჰაკათონი გქონდა. ორი ჰაკათონი ჩავატარეთ. ეგ ალბათ ყველაზე ესეთი დიდი highlight-ია. მონაწილეობდით. დიბოკის ჰაკათონი, მეორე ფრიუნიში ჰაკტობერფესტი. და ხო რა. ასე ვთქვათ, ანუ პოდკასტის გარდა ეს community building-იც მაგრა გამოვიდა და კი, მაგარია რა. და ანუ ამ ჰაკათონების დამების გარდა ერთი live meeting-იც ვქონდა თუ გახსოვთ? კი, live meetup-ი და online meetup-იც ვქონდა კი და AI talk-ების მოკლედ. საკმაოდ კარგად მივდივართ და კიდევ ერთხელ მართლა მადლობა ყველას რა, იმიტომ რომ არ ვიცი ხა ძალიან ჩვენ ახლა ის არ ვართ ხა რაღაცა Mr Beast-ი და Hungry Man-ი და ეგეთი ტიპები რა, მაგრამ რამდენი კომენტარიც გვაქვს ხო? რაც გვაქვს რა. ძალიან სასიამოვნოა ყველა რა, რომ რაღაცა ვიღაცები გვისმენთ მოკლედ და გსიამოვნებთ ჩვენი მოსმენა. მეტი feedback-ი გვინდა რა. კი, მეტი feedback-ი ხა ჩამოთვალე მაგ პირობებიდან რა მოგეწონა ყველაზე მეტი. რა გინდათ მეტი რა. ეს გავითვალისწინეთ, რაც თავარია. Online-დან live-ზე გადავიდეთ. 1500 subscriber-ს. როგორ გავხდეთ 2000 subscriber-იანი AI podcast-ის channel. დღესა ტოპიკები გვაქვს შეჯამების გარდა. ესე იგი ამ წლის დასაწყისში, მოგეთ მე გადავხედე რა, რომ ნახე, ანუ ჩვენც ხო თავიდან რამდენიმე ეპიზოდში საერთოდ არ გვიხსენებია AI რა, რეალურად არა და ნუ უკვე იყო რაღაცები, მაგრამ რაღაც paradigm shift-ები მოხდა რეალურად. და პირველად როცა ვახსენეთ, იყო მგონი ზუსტად 1 წლის წინ და მე სადღაც იანვრის ეპიზოდი იყო, სადაც ჩავაჭირეთ და აი მაგის მერე რომ თითქმის ყველა ეპიზოდში AI-ზე მიეწყო რა და ამ წელს ერქვა, ყოველ შემთხვევაში შეიძლება დახოდნენ რომ უნდა ყოფილიყო 2025 Year of Agents რა, აგენტების წელიწადი. ჩვენთვის გამოვიდა ეგ ამბავი. შევაფასოთ რას ვფიქრობთ? ისედაც გამოვიდა თუ არა ეგ წელი რა. აგენტებს რომ ანუ Year of Agent-ის გარდა რაღაც tech ხალხისთვის ძალიან ისე წელი იყო. ან წელს რაც ვისწავლე, ეგეთ წელი არ მქონია მოკლედ. ან პროგრამირება რო დაიწყე, ეხლა რა პატერნებიც არის, რა მიდგომებიც არის, ყველაფერი შენამდე არსებობდა რა და გონია რომ ჩვენ კარიერაში პირველად დადგა ეგეთი ეტაპი, რომ რაღაც ყოველ თვეში ახალი და ახალი ტექი იყო და ამასე უნდა დაწეოდი და თანდათან უნდა გესწავლოთ, რა. აქამდე რაც იყო რაღაც წიგნი გადმოწერე, ისწავლდი და ეხლა თან ესწრებოდი პროცესს, როგორ ხდებოდა ეს ახალი ტექნოლოგიების დეველოპმენტი და ძალიან გაასწორდა რა. ხო, ანუ მე აი რაღაც რიკეპი რო გავაკეთოთ, ეხლა იმას ვცდილობ გავიხსენო, აი წელი რო დაიწყო რა, ჩვენ რაღაც ამი ყველა ტოპიკზე საუბარი რო დავიწყეთ, რევს ვფიქრობდი და რას ველოდებოდი, რომ აი წლის ბოლოს რა შეიძლება იყოს, აი სად შეიძლება გაქანდეს რაღაცა. დაიწყო ონორეში, თრალი იყავი ანუ სად შეიძლება რაღაცები წავიდეს და აი საინტერესო იქნება რამდენიმე ვერტიკალი რო განვიხილოთ რა და სად მაგალითად რა ექსპექტეიშენებიც გქონდა
შეიძლება დაიწია და გაასწრო კიდევაც და რაღაც ვერტიკალები შეიძლება უფრო მეტი expectation-ი ქონდა და მაგდენ ფიზიკურად არაფერი არ ეკეთებულა რა. It was all hype და კაი სიგნალი იქნება. დავიწყოთ ალბათ ყველასთვის ხო, coding თვითონ ვაფშე სიტყვა agent-ით რო დავიწყოთ რა. აი ერთ-ერთ ეპიზოდს რო უყურე ჩვენ წესას იქ რაღაც მომენტში მოხდა shift-ი რომ აი ერთ ეპიზოდში შენ თქვი რომ რაღაცა ავაწყეო და ამ რაღაცას და არ ქვი GPT wrapper-იო. გახსოვს ეგ ტერმინი? ტერმინი გამგონია აი კი, რა თქმა უნდა, ხო. შარშან ყველაფერი GPT wrapper. ყველა მეორე სტარტაპს GPT wrapper-ს ეძახდნენ. კი, ეგ ტერმინი საერთოდ გაქვს რა. ერთი თვის მერე უკვე გაიჩნდა ტერმინი რომ რაღაც რომელიღაცა შემკითხოს რომ აი რა არის აგენტი მოდი ავხსნათ და უკვე კაი ოკეი რაღაცა GPT wrapper-ი შეიძლება უფრო ის იყო რომ აი ვიღაცები აკეთებდნენ პროსტა რომ მიწერდი და მიგიპასუხებდა მართლა GPT wrapper-ი იყო მაგრამ ნუ მაინც ეგ გადაკეთდა ან GPT wrapper-ს ეძახოდნენ ან AI-ის პროსტა და უსებ შემოვიდა აგენტები რა ეგ მეც მაქვს ეგ პერიოდი და მე იმენ არ მჯეროდა რა აი სანამ ეს თულქოლები და რაღაცები შემოვიდა არ მჯეროდა რომ ვიღაცა OpenAI-ის API-ს ისე გამოიყენებდა რომ რამე ღირებულ პროდუქტს შეგვიდა მაგით რა მაგრამ თულქოლები და რაღაცები ეს არ შეიცვალა. ხო, მოდი მაშინ აი ორი სიტყვით ჯერ მაგას გავს, სანამ კოდინგამდე ვიყავთ ახლა გიო შენ რა წამოჭერი რა. GPT wrapper-ებს რაღაც ეძახდნენ. ეხლა ზოგადად მე რა მე მგონი რომელიღაც ეპიზოდში ვისაუბრეთ, მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი ბლოგი და სტატია იწერება და ზოგადად რაღაც პრობლემის გადაწყვეტა რომ გინდა სულ იმ დილემის წინაშე ხარ რომ ანუ GPT wrapper-ი ავაწყო თუ აგენტი და GPT wrapper-ის რეალურად ასე თქვა პერიფრაზი არის workflow რა და AI induced workflow რა სტანდარტული if else control flow რო ლოგიკა კოდში არის და უბრალოდ რაღაც ეტაპებზე LLM-ს რაღაც ეკითხები რომ JSON-ი მიიღო და მე გადაწყვიტო if else-ით ერთ გზაზე წახვიდე თუ მეორეზე რა. და ანუ ის არის რა ქვია. ეგ დილემა რო ანუ აი უბრალოდ ახლა სანამ სხვა ტოპიკებზე გადავალთ. ძალიან აქტუალურია რომ ხალხი ძალიან ადეფაულტებს სულ აგენტებზე რა. რა რაღაცა მაგალითად customer support რა ვიცი agent-ს აწყობ და ესე იძახე რა customer support agents რა. და ის არის. ახლა რაღაც იმპლემენტაციის ბოლო პერიოდის ჩვენი გამოცდილებიდან ვსაუბრობ რა, რომ ავტომატურად რა ბლოგებსაც კითხულობ, ყველგან არის, რომ ოკეი, just React აგენტი შექმნა, რაღაცები გააკეთო, ის მიება, ის მოაბა. თმა როგორ ისე მშვიდით ხო? არა, მართლა რა, ანუ ძალიან ბევრი რაღაცები მოაბა და ოკეი, ანუ customer support აგენტი მზად გაქვს რა, მაგრამ არავინ არ ითვალისწინებს იმას, რომ ანუ React აგენტში latency არის უაზროდ დიდი და ისეთ რაღაც real time აპლიკაციებში საერთოდ ანუ არა საკონექტო აგენტი დეფინიციაც მოაყოლ, მაგრამ ხო, ანუ მოდი უბრალოდ ანუ და რა კავშირი აქვს React.js-თან და მის შემქმნელ იმასთან. ხო, და უბრალოდ ის რო არ გაგვიწყდეს რა, ის რო ტემპლეიტები. ანუ ის რო არ გაგვიწყდეს, რომ ლოგიკური ჯაჭვი, ამას რატო უყვები, ამას უყვები, რომ უბრალოდ ეს რაღაც GPT wrapper-ების კონტექსტი, ანუ უბრალოდ ეხა უხვდები, მაშინ GPT wrapper-ებს რაც ვეძახთით. რეალურად რა არის რა, ეს არის უბრალოდ workflow სტანდარტული კოდი, სადღაც API-ზე იძახი რა. და ეხა ჩემი ახლანდელი აღმოჩენა არის რა, რაღაც ბოლო 1 თვის ან თვენახევრის, რომ რეალურად იმაზე ბევრად ძლიერი რაღაცა არის GPT wrapper-ები და workflow-ები, ვიდრე შეიძლება ტიპს გეგონოს რა, რომ აი customer support agents რო აწყობ, რა ვიღაცა რაღაცა მოგწერა, შეიძლება პირველი, ასე ვთქვათ, ლოგიკა იყოს, რომ აგენტი ავწევს, რომელიც თვითონ რატომღაც გადაწყვეტს ყველაფერს, tool-call-ები ექნება და თვითონ workflow შეიმუშავებს დინამიურად და მე გაგრძელებს, მაგრამ რა, ანუ latency ძალიან დიდი შეიძლება გქონდეს, რაღაც iterაციებზე კაცმა არ იცის რამდენჯერ წავა. ძვირი, ძალიან ძვირი შეიძლება დაგიჯდეს, როცა ანუ scale-ზე თუ წახვალ, მან კატასტროფულ შედეგებს შეხვდა და ესეთ რაღაც რამდენიმე მიზეზია რა. და ამის მაგივრად და ახოდ მე კიდე არის რომ customer support და ეგეთ რაღაც ინტერაქციულ flow-ებში ძალიან ხშირად არის რომ მართლა ძალიან ისეთი განსაზღვრული flow გინდა რა. ანუ ფიზიკურად არ გაქვს იმის ფუფუნება შენ რომ დავაი აბა React აგენტო რაც გინდა გააკეთე რა რაღაცები შენ თუ რაღაც. და ანუ ეს ტერმინები ეტაპობრივად თავიდან ასეთ GPT wrapper-ს ეძახდნენ, შეიფუთა და ეხლა ბლოგებში რასაც მოძებნით workflow და AI induced workflow-ები, რაც რეალურად არის ეგენი რა. და დრომ როგორც აჩვენა, თავიდან რაც ძალიან სკეპტიკურობის, ასე ვთქვათ, ის იყო ტარგეტი, რომ ეს GPT wrapper-ები მე ესენი რაღაც ვითომ აგენტები წამოიწია წინა წელზე და ეხლა ანუ წინა ფლანგზე და ეხლა აგენტებს რაც ხალხი ტესტავს ძალიან სხვადასხვა use case-ებზე ყველა ხვდება რომ ოკეი რაღაც სიტუაციებში შეიძლება ზედმეტი იყოს აგენტი და ისევ GPT wrapper-ები also known as workflow-ები წინ წამოიწია. მე მაქვს ესეთი განმარტება არა თუ GPT wrapper-ები ანუ ყველაზე გამოყენებადი LLM პროდუქტი ხო მაინც ChatGPT არის ხო ანუ consumer facing ყველაზე გამოყენებადი პროდუქტი არის
უბრალოდ რომ ეჩატავები რა, მიუხედავად იმისა, რაც ალბათ თქვა 25 აგენტების წერტილი რაღაცა და ეხლა თეორიულად რაღაც ძალიან ტექნიკურად შეიძლება იმ ChatGPT-ის იმასაც agent-ი დაუძახო, მაგრამ მეც აგენტს ვეძახი უკვე, ეგ უნდა მეთქვა, რომ ანუ ჩემში shift-ი მოხდა რა აგენტის ანუ ასე ვთქვათ, განმარტების, რომ ანუ ხელოვნური ინტელექტი, რომლითაც რაღაცებს მაინც ვაკეთებ, აი ChatGPT-ში აი მინიმუმ სურათს მაინც ვაგენერირებ, ან PDF-ს ვაგენერირებ, რაღაცას ხო მაინც ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ საუბრობ რა. ეგ მაგას ხო აგენტად, ანუ ვიღაც რომ ეკითხება, ეგრე უხსნი რა. აი ესე კი არ ვუყვები რა workflow სხვა არის და ის სხვა. არა, აი ხელოვნური ინტელექტი ChatGPT, Gemini უკვე აგენტია რა მომენტ რა, თვითონ. მაგრამ კითხვა ახლა რა არის? ანუ იყო თუ არა ეგ ის მიზანი, რომელიც იყო დასახული, როცა თქვენს 25 აგენტების წელი. ან რეალურად ეგ არ იყო მიზანი და ანუ goal post-ი has shifted რა, ანუ რეალურად შეიცვალა კარების რეალობა ჩამორჩა რა expectations რო ეძახდნენ, ანუ აი მან თუ რაღაც ყველაზე მსხვილი მოთამაშეები ვინებიც არიან რაღაც წინა ფლანგზე ვინც არიან აგენტური თუ რაღაც გავსი ტექნოლოგიების შექმნების მათი ტერმინოლოგია იყო და მე ძალიან ბევრჯერ მახსოვს რა LangChain-ის CEO ბაზრობდა Sam Altman-ი საერთოდ ყველა ბაზრობდა რომ აი ყველა კომპანიაში ოპერაციული პროცესების მენეჯმენტს უკვე აგენტები გააკეთებენ. ჩემი ფეხი ოპერაციული customer support-ის რაღაცებს ვაკეთებს ხანდახან ანუ ძალიან კარგად გატესტილი თუ არის და საკმაოდ რესურსი თუ არის რა დახარჯული. ანუ agent თუ არ არის? ხო, ზუსტად რა, ზუსტად. რომ მე ევალებს არ უწერ, მე თვითონ ვარ ევალი. ის არის. ხო, ანუ მანდ მოკლედ ისა ძალიან დიდი expectation mismatch-ი. ყო რაღაცებს შეკვირდნენ, რაც მომენტ ლოგიკური არა, ანუ ჩვენ რო ვაკეთებთ მაგ ბიზნესს ზუსტად იმ ფლანგიდან ჩვენც ალბათ ეგ ჰაიპი შეგვიძლია სულთა ეკონომიკური ინცენტივი რო გამოვიდა. მანუსი იყო ერთ ერთ რადის გაიგეთ რამე. არა, მე waitlist-ში ვიყავი. მანუსის ინჟინერი იყო რა. დიფრიზერში რაღაცა. ანუ ChatGPT-მ და მანუსმა ერთად დაადროპეს, მე Gemini-მ გამოუშვა და არაფერი ისეთი რა და ახლა ჰაიპი იყო რა, ვაფშე არც მახსოვს რა არის, ანუ აღარ შევს. რადგან ესე წავედით, მაშინ ეგ გავყან, ანუ ყველაზე consumer facing, ყველაზე მეტად ანუ consumer facing-ს რო ამბობთ, ნიშნავს აი ჩვეულებრივი ადამიანი პირადი გამოყენების შესაძლებლობას იღებს რა. რადგან მაქედან დავიწყეთ და ყველა წარმატებული არის, აი მაქედან რომ უყვეთ თქვენს რა არის, ანუ ალბათ agent-ი ყველა წარმატებული შეიძლება იყოს deep research agent, იმიტომ რომ აუცილებლად. აუ ნებისმიერი აი თუნდაც ავი sales ტიპი ხარ თუ რაღაც შეიძლება ადვოკატი ხარ, ვიღაცა შენ კლიენტს შეხვედრამდე deep research-ებ ხშირად რა, ან რაღაცა კომპანიას deep research-ებ, ან ისეაც რავი სტუდენტი ხარ და რაღაცა deep research-ებ და რავი ხო ვინც არიცი deep research-ი არის ChatGPT-ში რაღაც დამატებითი კნოპკა. ასე რომ ეს დააწვევი, ეს agent-ი გაიშვება და web-ში ეძებს ძალიან ბევრ ინფორმაციას და მერე აჯამებს ბევრ source-ს რა, გაძლევს რაღაც reports. ან და რეალურად როგორც მუშაობს, აი კითხვა შეიძლება გაჩნდეს, რომ რითი განსხვავდება, აი მაგალითად ესეთი query მივეცით რა, რომ აბიტურიენტი ვარ და რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარო. ევროპის 10 უნივერსიტეტი მომიძებნე რა. ჩვეულებრივი query-ს კი პასუხებს მანდ, მაგრამ ძალიან ზედაპირული პასუხი იქნება ეგ რა. და deep research-ი რაც საკეთებს არის, რომ აი როგორც შენ ადამიანი დაждდებოდი და ძალიან ბევრ სტატიას დაგუგლავდი, წაიკითხავდი, მე დასკვნებს გააკეთებდი, შიდა სტატიიდან კიდე სხვა ლინკზე გადახვიდოდი და მოკლედ დიდ პროცესს გაივლიდა რომ ერთი კვირა, ეს deep research-ი ამ ბევრი იტერაციით ძალიან ბევრ რესურსს ინტერნეტში აჯამებს და მაგის რეპორტს გაძლევს. რა რაც საკმაოდ კაია ხომ მე მაგალითად რაღაც ბოლოს ხარ მახსოვს, მაგრამ რაღაცა უცნობი ტოპიკი იყო, რაც არ ვიცოდი. და კარგად JavaScript-ი? ხო, ანუ რა არის JavaScript-ი და ანუ please teach me და ანუ ეგ რეპორტი მე წავიკითხე და ანუ უკვე რაღაცა დაიწყო რა დამიკლიკა რა, რომ იქ რაღაცა პრომისი რა არის და რაღაცა მივხვდი. Guys, deep ანუ რეალურად deep research agent-ი არის ან ეს ძალიან hot თემა იყო რაგიც ხო? ეხლა დღეს თითქოს იმდენად აღარ გესმის, მაგრამ რეალურად ნუ ძალიან ჩვეულებრივი ნაწილი გახდა უბრალოდ სხვადასხვა გზებით რაგი. და მაგაზე და ეგ სიტყვა ისე აღაჭრეს რა, ანუ და მაგაზე თუ გაინტერესებთ როგორია რა deep research იმპლემენტაცია რა, ძირითადად პრინციპი ყველას ერთია, მაგრამ LangChain-ს აქვს open source deep research-ის repo, რომელიც ხოთშორს რამდენიმე ისე ბევრი ვიმუშავეთ რა, ბევრი თვე და სიამდვილეში არის set of 3-4 system prompt-ი, სადაც ტრიალებს ეს request-ები რა. არაფერი rocket science-ი არ არის და ძალიან ჩაუჯექით უჭოლი ნახეთ, დავლინკავთ description-ში და ეგრევე გაიგებთ deep research როგორ მუშაობს რა. და ვაფშე აგენტები რა არის მაგისთვის კაი საوارდიშო რა. აი deep research-ის გარდა, ანუ ხო, deep research-ის იმაზე ყველა ვთანხმდებით იდეაში, რომ მე მგონი ყოველდღიურობაში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი რაღაც output-ი არის, რაც დაიდო, რასაც შეიძლება
ამართლებს რაღაც კონტექსტში, ჰაიპებს რაც თავიდან იყო შექმნილი. აი სხვა ინჟინერის ცხოვრებაში deep research რაში დაგჭიროებიათ? მე პირადად deep research ბოლოს გამოვიყენე ჩემ მანქანას ვიდეო საბურავები რა შეიძლება ყოფილიყო მან რა, იმიტომ ფორუმებზე მოიძე მეთქი აი კოდის წერის დროს და ინჟინერული პრობლემების წინაშე deep research მე რას უნდა დამჭიროებია. მე ხო, არა, მე ინჟინერულში ეხა ვერ ვიხსენებ ეგრევე რა, მაგრამ აი არა ინჟინერულში. ეხა ვაფიქსირებ რომ deep research-ს მივიყენებ ხოლმე რომ ანუ ძალიან კარგი სტატიები მოვძებნო რა. ანუ ის ხო არის რომ კონტენტი გერწევთ, ანუ რესურსებს რასაც იმას კი შევა, ანუ რაღაც მომენტები არის ხო, მაგალითად ეხა ძალიან ბევრს ვკითხულობ, აი პროდუქტ მენეჯმენტი რასაც რაღაც ისე ბანალური ტოპიკი, ანუ მართლა რა არის, როგორ მუშაობს და აი AI პროდუქტების პროდუქტ მენეჯმენტში რამე ის ხო არ არის. რა ხალხი რაღაცას ხო არ წერს, ხო არ ფიქრობს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ მაგაზე რა. და ანუ მაგალითად აი რა არის ზოგადად პროდუქტ მენეჯმენტი და რაღაც მაინდ მეფი თავიდან ბოლომდე რომ ერთი გადაგეთ წარმოდგენა შეექმნას. ეგ დამიწერე და კაგარი რესურსები მომიძებნე, ისეთ მაგარი რესურსებს მოძებნის, რომ ანუ აშკარად მაგაში გამოვიყარე ხა ბოლოს არა ინჟინერულ კონტექსტში რაც მახსოვს რა. რა ახლა ან მეორე გუშინ არჩევს ველაპარაკებოდი მაგაზე ზუსტად, რომ ზოგადად ბიზნესის გაკეთება თუ გინდა ნოლიდან რა. ანუ რა არის mind map-ი, აი უნივერსალური ფრეიმვორკი, რომ ნებისმიერი ბიზნესის დაწყება რომ მოგიდეს რა კომპონენტებია მოსათიქი რა, რომ იქ რაღაცა პრობლემა, solution-ი, მარკეტინგი, unit ეკონომიკა და მაგაზე უბრალოდ ხო რა აბსტრაქტულად და გაგიჭირდებოდა რაღაცა 5 წუთში გაქვს წვომა რა. მე ბოლოს მაინტერესებდა UFC რამეში იყენებს თუ არა AI-ს რა. და ეგ გავაკეთებინე რომ და აღმოჩნდა რომ IBM-მა გაუკეთა UFC-ს რაღაცა ძალიან დიდი engine-ი, რომელიც UFC-ს live-ში რო უყურებ, იქ აკეთებს ხოლმე რომ აი fighter-მა რომელმაც 3 ჩიზბურგერი ჭამა fight week-ში სტატისტიკურად აგებს. ეგეც გიჟურ სტატისტიკებს რა და მაგას ახლა IBM-ი real time-ში აკეთებს რა, AI-ით რა, ანუ ეგეც სტატისტიკებს და მე მაგის რეპოები ვინმეს რამემს გავშვით გაუკეთებია და საინტერესოა რა ეგეთ რაღაცებს რომ გამოიყენო. ეგ ძალიან მაგარია ისე, ანუ ტექნიკურად საერთოდ არ მესმის ხა როგორ მუშაობს ეგ რეალურად და ოფსაიდზე რო ვიყავი, იქ უყურებდით on ამერიკულ ფეხბურთს რა. და ანუ რაღაც ამერიკულ ფეხბურთში ხა ხშირად არის პაუზა რა. და ეს პაუზა რაღაცა მაგაზე რო უყურებ, მაგაზე ერთი ანუ ამერიკულ ფეხბურთში მომწონს რა ზოგადად, ანუ კაი სპორტია, რომ აი რო გუში იყო თამაში და დღეს უყურებ ისეთ დაკათულს, რომ აი მარტო თამაშს უყურებ და რაღაც შუაში, იმიტომ რომ შენ რო უტევ მაგალითად ამერიკულ ფეხბურთში საწავედით. ამერიკულ ფეხბურთში რო უტევ რა. ჩინურია აზეა. შენ რო უტევ, თუ დაკარგე ბურთი ხო? ჩვენ ფეხბურთში just მე ისინი გიტევენ და გძელდება, მაგრამ ამერიკულ ფეხბურთში ჩერდება თამაში. შენი გუნდი გადის და შემოდის დამცავი გუნდი, ანუ ცალკე ყავს შემტევი გუნდი. ცალკე ყავს დამცავი და ცალკე ყავს გუნდი, რომელიც იმას უტყავს რა, აი როგორც რაგბიში არის, ხო იცი? ოღონდ აი ცალკე არის გაი, რაღაც 2 მილიონის წელიწადში ხელფასი, რომ აი თამაში შეიძლება არც მოუწიოს თემ თამაში. ის ერთი და შევიდა და არც მოვიდა და. და არის მეორე მაგის დამცავი გუნდი იქეთ. გაი რომელიც ფუნქციაც არის, რომ მაგას დააფაროს ხელი რა. და მაგას აკეთებს 100 და 1 თამაში. რაღაც მომენტში ორივე დამცავი მოვიდეს მე რა. და წლის აგენტები შეჯობებას და ჯოკერს თამაშობენ. ან რა ფეხბურთში რო იყოს რომ ვიღაცა პროსტო კუთხურებზე რო შემოყავს რა ხო ეს რა ეგეთი თემა. Anyway, ხო და ამ შუალედებში ხარ ამით ხოლმე ცოტა იმას ხენ და ზოგადად ამერიკულ სპორტებში, აი კალათბურთშიც ეხლა და ასე შემდეგ სტატისტიკას აწარმოებენ რა 50-იან წლებიდან და როგორ ფაქტებს აგდებდა იცი? ანუ გუნდი რომელიც მეოთხე ფინალშია და მანამდე 7 თამაში არ აქვს წაგებული და იგებდა 13 ქულით ხო სამჯერ წააგო ბოლო 8 თამაშში და შენი სახლი ამ თამაშზე და ხო და პატარჟანსია რო წააგო აზრია ხა მაგრამ რაღაც ფორმულა 1-ში ძალიან კარგი usage აქვს მაგას აი რამდენ წრეში დაეწევა რამდენ წრეში ექნება შეტევის შანსი და რაღაცა ეგეთებს live-ში ოღონდ ფორმულა 1-ის პარტნიორი AWS და AWS-ი აწვის ეგეთ მეტრიკებს. ყველა იმას ახლა ეგ ვიღაცა ყავს, როგორი პრემიერ ლიგას Microsoft-ი ყავს და რაღაც ეგ ფორმულა 1-ზე ჩვენ ვიყავით კონფერენციაზე, არის ეგეთ open source კონფერენცია FOSDEM-ი ბრიუსელში რა და ბიჭო რაღაც ახლა თოკებს გადავხედე და ნუ ახლა დიდად არ მოვიხიბლე და რაღაც ფორმულა 1-ის ანალიტიკს იყო თოკი რა. ბიჭო შევედით და ამ ფორმულა 1-ის ანალიტიკზე მგონია რომ მართლა შევდივარ თოქზე, ხა დუდუმას ასე თქვა რომ ტიპ უნდა მოყვეს, როგორ აკეთებს ფორმულა 1 ანალიტიკას და ანუ ტიპ ვაფშე რაღაც იმას და ფორმულა 1 ქონდა მეტაფორულად გამოყენებული. სლაიდებში თუ რაღაცა მეთქი რა. აი დაუბრუნდი. წარმოიდგინე რომ ვიღაცა მომბობს რომ
ახლა აგენტების 2025-ზე მოყვებიო და მე ფორმულა 1-ზე და ამერიკაზე მეტაფორულად რო იყენებ. აი დაუბრუნდეთ ახლა ანუ deep research-ი გასაგებია, ანუ თუ გინდა რამე deep research. deep research-ი ხო იყო წარმატებული, ახლა ან მანამდე ხო თქვით kinda ახლა ვიტყვი კიდე ნეგატიურს რა, თქვა. აგენტების არქიტექტურა. ანუ ვაღიარებ თუ არა რომ აი რაღაც ფენსი არქიტექტურები და რაღაც აღარც მახსოვს link chain-ის იმ რაღაც არქიტექტურას აერქვა. აერქვა, არა. არა, chain-ი ხო თვითონ. რაღაც ambient agents-იც აღმოჩნდა ესე. რა ფორ გვაპარაკებოდა მაგაზე. ეს არა არქიტექტურა, არა just სახელია რაღაც background-ში მომუშავე აგენტებს. რაღაც ამოკეთა აი ეს agent-ი აიღე და ამან იმას უნდა ელაპარაკოს, ანუ რაღაც ძალიან კომპლექსური agent არქიტექტურებით არ ყოფილა, ან თავი ძალიან hype-ში იყო და რეალურად ეხა ყველაზე წარმატებულ თულებამდე მივალთ ნელა agent-ებამდე და არც ერთი რაღაც ძალიან წარმოუდგენლად რთულ არქიტექტურას არ იყენებს. ძირითადად 2-ან 3 layer-ი არის, ასე ვაკვირდებით ამ agent-ებში თვითონ deep research-ით. საკმაოდ პატარა 3 layer-ია თუ რაღაც პირველი query შემოვიდა, გაანალიზა და მე ტასკებად ყოფს თუ რაღაც და იმ ტასკებს ძებნი და მე ატრიალებს და შევა. და ძირითადი მუღამი ამ layer-ებს, ანუ რას გულისხმობთ არქიტექტურაში, ხო? ანუ გაქვს თავარი რაღაც agent-ი, რომელთანაც მიდის კითხვა, მაგრამ მაგალითად როდესაც deep research-ს აკეთებ, არ გინდა რომ გადაგივსოს შენი კონტექსტი ამ ყველა სტატიის ინფორმაციით, რომელსაც დასერჩი და ამიტომ სათითაოდ ყველა სტატიას რაღაც ელემენტი აჯამებს და იქ თუ იყო მაგალითად რაღაც 2000 სიტყვიანი ესე, რაღაც სამწინააღმდეგო შეგიჯამებს და მე საბოლოოდ ეს თავარი agent შეკრებს, ისე როგორც თუ წარმოიდგინე რომ ჩვეულებრივ პროგრამირებაში რაღაც thread-ები დასპავნე და იმათ რაღაცები გამოთვალეს და ნაგიბრუნეს, რაღაცა ეგეთი და პრინციპში თვითონ software engineering-შიც არ არის ხოლმე რა რაღაც ეგეთი ძალიან კომპლექსური რაღაც თრიები ხო ეგეთ პარალელური მეებში. და ამიტომ ეგ იყო კიდე ერთი kinda ცოტა bullshit რომელიც შეიძლება გახდეს რაღაც მომენტში საჭირო, მაგრამ agent architecture-ებმაც ვერ წაიღო. მან თუ ვიტყვი კიდე ერთს რომ არ ვიცი რამდენად დიდი სისტემები იყენებენ, მაგრამ აი ჩვენს იმაზე რო გქონდა ლაპარაკი რა, high level framework-ები OneGraph-ის და low level framework-ები რა. რაღაცა მე მგონი იქეთკენ მიდის რომ ბევრი ტიპი ვინც ხდება, ეხლა თქვენც მაგალითად light test-ში გივის ვლაპარაკებთ ამასიანად კიდე რა. მოგიხო გივის. რომ ანუ low level, ანუ თუ რაღაცა კატასტროფულ რაღაცა დიდ რაღაც orchestrations რაღაცებს არ აკეთებ, ბევრი ინჟინერს ურჩევნია რომ low level library-ებით წეროს ეს აგენტური სისტემები რა. Ну, low level-იც ხმაღალნად ხომ იმდა, რომ is making a HTTP request. ზუსტად. უბრალოდ GIOS topics-ა დავუბრუნდით, ანუ ეხა ეგ აი რომელ framework-ების კონტექსტში არ მგონია, რომ თვითონ აგენტების არქიტექტურაზე პირდაპირ გავლენა ქონდეს რა. უბრალოდ ანუ მაგაზე ერთ რაღაცას დავამატებდი რა, რომ იცი რა მგონია ვაფშე აი ძველი დროის რაღაც ისენო წამიკითხავს, არ ვიცი, სტატიები, აი სანამ მე საერთოდ ინჟინერიას დავიწყებდი რა. ყოველთვის არის რაღაც მომენტი როცა ახალი ტექნოლოგია შემოდის, რომ ამ ახალ ტექნოლოგიას რამხელა გასაქანი აქვს რაღაცები გაგატესტინოს. პირდაპირ პროპორციულია იმაზე, თუ რამდენად ისა ბევრი ეგეთი თერმი შეიძლება შეიქმნას. როგორც ეხლა, რომ just რაღაც პრომპტებს იქ შეცვლი, აქ შეცვლი 7 აგენტს დაამატებ, ამას deep agents დაარქვევენ, მე sub deep agent-ები არის, მე ambient agent-ები და რაღაც. ანუ ისეთი თქვა მინდა ეხლა უბრალოდ რომ არ გამებნეს აზრი არის, რომ გონია რომ LLM-ების ფუნდამენტური ბუნება როგორიც არის, იმდენ, ანუ you think that you are productive, რა პრომპტებს ცვლი რაღაც სხვადასხვა აგენტებს დაამატებ, რაღაც არა და successful პროდუქტების 90% არის უმარტივესი LLM კოლები, ან უმარტივესი აგენტები და უბრალოდ მართლა basic 101 ინჟინერით და კარგი პროდუქტის შეკვრით ხდება, ძალიან მაგარი deep research-ით ზუსტად მაგის მაგალითად აი ზუსტად. ლიტერალურად რო დამჯდარიყავით ალბათ 1-2 საათი და როგორ გავაკეთოთ ისე რომ 2 საათი რაღაცა მოვზებნოთ, რასაც მოვიფიქრებდით, მართლა ეგრე გაკეთებული და არა 14 აგენტი და პრომპტებით და რაღაცეებით რა. გრაფი. ხო, ეხლა, მაგრამ ისე ეხლა რაც თქვით ამ რეალურად, ცოტა ეხლა ბევრი კაცი გამოდის, მაგრამ ხა მაგალითად დუდუ თქვა რომ აი ისეთ რეჟიმში ვიყავი, აი სულ რაღაცა ახალი ტექნოლოგია გამოდიოდა და სულ ახალის სწავლაში ვიყავი და ახალი ინფორმაციის მიღებაში ახალ პარადიგმები იცვლებოდა. შემბოდი რომ რაღაც ბევრი სტატია იწერება ისეთი რომ ანუ hello world-ებია, ოღონდ და თან მერე ყველა რაღაც არქიტექტურას ყენს ვიღაცებმა premature abstraction-ები გააკეთეს და მომენტ, ანუ ბოლო 10 წელია ყოველ შემთხვევაში მე რაც
მახსოვს ისევ ხდება ხო, რავი, თუნდაც კრიპტოში მოხდა ეგ თემა, მანამდე თუ გახსოვთ, ანუ მთელი ეს front-end framework-ების რაღაც მილიონი ისინი რა ქვია, სხვა მაგრამ აბრევიატურები ისე იმასავით მოხდა, აი უკრაინის ომი რო დაიწყო და COVID-ი რო დამთავრდა რა. ანუ მე მგონი AI რო დაიწყო. ანუ მაგ news-ს იმდენად შეჭამა ყველაფერო, რაღაც უაზრო front-end framework-ების რაღაცა იქ static rendering-ი ირჩევნიათ. ხო, მაგრამ რაღაცა მაგაზე აღარ არის ხოლმე დისკუსია. მან რა განსხვავებაა ჩემი აზრით, იცი, ანუ React-ი რო გამოვიდა რაღაც Vue-ი გამოვიდა, რაღაც Vue გამოვიდა ეგეთ რაღაცაები. ყველა კომპანიამ ეგრევე მაგის adoption-ი არ დაიწყო და აქ დღეს ყველა AI-ს აკეთებს. ან კომპანია აღარ დარჩა, სტარტაპი არ დარჩა, პროდუქტი არ დარჩა, რამაც რაღაც ნაწილში მაინც არ ჩააშინა AI და მაგიტო შემექმნა მეც და შეგვექმნა ყველას ეგეთი შტაბი-ება, რომ ეკონომიკიდან გამომდინარე უფრო არის ვიდრე actual value-დან გამომგონია, რომ იმენო პროდუქტის ღირებულებიდან გამომდინარე ვინც ეგ გადაწყვეტილება მიიღო უფრო ცოტა პროცენტი არის ბევრად ვიდრე ან უბრალოდ შემდეგი რაუნდი ჭირდება ხალხს და ანუ დღეს ისე დადგა სიტუაცია რომ პროსტა ინჟინერი ძალიან გაგიჭირდება რომ იყო და დაიწყოს სტარტაპში მუშაობა. ეხლა ადრე React-ი თუ არ მოგწონდა იპოვიდი Angular-ზე ჯობს და ეხლა რა ახალ სტარტაპს არ უნდა მიხვიდე აგენტს აკეთებენ რაღაც დონით მაინც რა. ნუ ეს ლისტი სტილოა. ისე ანუ ხამაც გამახსენდა რა. სამსახურის დაწყებაზე რა. ფოლბრეჩი რამდენიმე ადამიანი მომწერა რომ რაღაც აი შემომეცი როგორ დავიწყო სამსახური რაღაცა და მე რაღაცები რო ვკითხე რა, ანუ ზოგს ახლა ქონდა გასაუბრება და რაღაცა თქვა ვერ ანუ თქვა 100-გან გააგზავნა, ერთგან ქონდა გასაუბრება, მაგრამ ახლა გასაუბრება სკილია, რომელიც უნდა გამოიმუშავა რაღაცა და პირველივეზე ახლა მივხვდით იმისა რომ ქონდა რაღაც სკილი ვერ აჩვენა რა. და ეგეთ რაღაცა თქვა მინდოდა რომ აი ახლა იმედია ძალიან ბევრი ხალხი არ მოწერს მაგაზე, მაგრამ ანუ მეგობრებო, მიწერეთ გიორგის უხარიერ ჩემთვის გაცემ. ჩავაგდებ ჩემ მეილს, ან პრინციპში LinkedIn-ი არის ხო? ანუ ვისაც უნდა რომ აი რაღაც მოგ გასაუბრება გაიაროთ თქვათ რა. ანუ თვეში ახალ საჩქერ დადროპა იყო. თვეში 1-3 შემიძლია 1500 დოლარად ეხა იქნა. Just for free. მომწერეთ, ბიჭებსაც მიწერეთ, ანუ they haven't committed, მაგრამ მე ვტენი ახლა. კი, ან მე მომწერეთ და მე დავარაუთებ ესეთი დელეგაცია, სუპერვაიზორი იქნება აგენტი. და ანუ მაგ ხრივ დავეხმაროთ მე მგონი ხოლმე, იმიტომ რომ ყველას გვაქვს რა. აი მაგალითად თქვენ ძალიან ძლიერ გამსაუბრებლებთან გაქვთ გავლილი რა, გასაუბრებლად. კი. არა, ეგ მართლა ეგრე არის. შეიძლება კაი იყოს, რომ აი რაღაცა ნახევარ საათიანი გასაუბრება მოგ, რომელშიც რაღაც ფიდბექს მოგცემთ, რომ იცი აი ცოტა ეს და ხან რომ ჩემ ამ ხრივ გამოცდილებას გაგიზიარებთ რა. და სხვადასხვა ეგ ამბავი რა, აი კომიუნიტისაც რო შევეხოთ რა. მაგ ამბავში გარდა იმისა, რომ ჩვენც შეგიძლიათ მოგწეროთ აუცილებლად რა. აი ჩვენთანაც არა, ერთმანეთს არა, Discord-ში ჩვენთან მაგალითად მაგ ტოპიკზე შეიძლება იყოს საუბარი, რომ მარტო ჩვენ კი არ ვართ ხა Discord-ში, მაინც და მაინც შედარებით გამოსტილი ხალხი, ძალიან ბევრი ადამიანია სხვაც, ვინც არ მგონია ხა რომ თქვა თვეში 1-30 წუთიან call-ზე უარი გითხრან რა. ამიტომ აი ეგ ალბათ ყველაზე კაი რჩევა ერთ-ერთი ახალი სამსახურის დაწყებისთვის, რომ რაღაც მოგგასაუბრებები ეხა ინდუსტრი პროფესიონალებთან გაიარო, იმიტომ რომ რაღაცა მაინც ჩვენ უფრო პულსზე გვიდევს ხელი და უფრო ვიცით ვის ვეძებთ და ინდუსტრია ვის ეძებს და ვკლედ კომიუნიტიში აქტიურად რა. აი ვისაც უნდა რომ ესეთი რაღაც გააკეთოს, იმართაც მომწერეთ და მე მოიაცეთ და დაკავშირეთ თუ მაგდენი სურვილი იქნება რა. დაწერეთ კომენტარებში ვის გექნება სურვილი. ოკეი. ეხლა ან შემდეგი თემა არის media generation, ხო? ია. ანუ უბრალოდ იმას რო გავყვეთ, ანუ ხას რო გავყვეთ, ესე იგი consumer facing AI-ის გამოყენებები პირველი deep research-ი გასაგებია, ეხლა შემდეგი media generation. Let's go. ამაშიც ეხლა ესეთი agentic რაღაცა მე ეხლა ვფიქრობდი და არც გამომიყენებია რომ რაღაც agentic სურათების ამბავი. ნუ agentic ამ შემთხვევაში იგულისხმება რომ რა არ ვიცი ალბათ რაღაც multi-step პროცესი უნდა იყოს, ხო? ანუ ვერ წარმოვიდგენია ხა უცებ არ მიფიქრე ამაზე რომ რა პროდუქტი შეიძლება იყოს agentic სურათი. ძირითადად სურათებს არჩევ, მაგრამ ჩემი შვილი მეტყვის რომ აი ხა გუშინ მეუნება რომ
მინდა ბროკოლი რო თამაშობს ყალატბურთს. და დაუგენერეთ და არა, კროქსები რო ეთოს ფეხზე ჩემნაირი. და actually works, ხო? ანუ ნორმალური პრობლემა. ერთ-ერთი ძალიან მაგარი ადრე ჩავაგდე იმაში Discord-ში მე მგონი OpenAI-ის დემო არის. მე ეს პროდუქტად არც მინახავს მაგის მე რა. რაღაც Flora Fauna შეიძლება მაგას ყველაზე ახლოს არის. Flora ვინც არიცით, ანუ რაღაც სურათების შეგიძლიათ აგენტური workflow-ები აწყო ამ ვიზუალური რაღაცის რა, ატრიალო ძალიან ბევრი. ხო, პრინციპში ანუ რაღაც აგენტურ workflow-ში შეგიძლია სურათი გქონდეს, ხო? მაგალითად, რაღაც trips რო ეგმაო, არ ვიცი, ანუ შეიძლება რეალურად მარტივად ჩასვა სურათების გენერაცია რაღაც სხვა აგენტურ flow-ში, ხო? არც ერთული არა, დიაგრამები და აგენერო რაღაც, ხო? მაგრამ მაგის იქით, აი მაგალითად ეგეთი დემო იყო, რომ ეს ტიპი წერდა თან UI-ს კარგად ხონა გაკეთებული. რაღაცა stories წერდა რამდენიმე სიტყვით რა. მე ჯერ ამ story-დან აგენერებდა, ცოტა გააგრძელებდა ამას და დაყოფდა რაღაც სცენებად რა. მე ყოველ სცენას ზე აგენერირებდა უკვე doodles რა. ანუ რაც სწრაფად გენერირდება, უფრო ნაკლები კომპიუტერი ჭირდება და რაღაც რეალურად მულტფილმის კეთებას იწყებდა. ჯერ სურათების ჩანახატებით, აი როგორც ისევ ნიკამაც ხოწელა, როგორც შენ გააკეთებდი რა, ხა, ნუ იცოდე ხატო და მე როცა მოეწონებოდა ეს დუდლი, გადააქცევდა უკვე რაღაც 5 წამიან ვიდეოში, ხო, რეალურად. და ანუ მაგის შესაძლებლობა არის რა, ანუ ეგეთ პროდუქტი ხა მე არ ვიცი, რომ არის თუ არა, მაგრამ ეგ უკვე რაღაც ვალიდობელის არის ბევრი მხრივ რა, რავი, განათლებაში იქნება თუ კომერციულად რა. და კიდე მე რასაც ხედავ პლუს მაგ თემაში არის საქართველოში კი უკვე მენიუებში და აბრებზე და რაღაცებზე, ანუ AI generated სურათებს ხედავ რა. ამიტომ რაღაც ეგ გამოყენებაც კონსუმერის ხარეს შემეც უკვე კარგად არის და მithomდეს Gemini ძალიან სწრაფია. კი, აი მანდ ორ რაღაცას ვიტყვის ან თან შეგვიძლია ევოლუციას შევაფასოთ. აი ეს აგენტური Flora Fauna რაც ახსენა რა, გიორგი მარი რომ Figma-ნაირი კანვასია, სადაც შეგიძლია ნოუდები დაყარო და თვითონ ნოუდზე შეგიძლია სურათი დააგენერებო ან ვიდეო რა. და ნუ პრომპტის საშუალებას გქოლი LLM-თან. და ანუ ეს LLM კოლების LLM-სია აქვს ყველა LLM-ის, ყველა სურათის გენი, ცნობილები და ყველა ვიდეო generation და როგორ არის საწყობიცე, ანუ ეგზამპლები დევს, რომ სცენები დევს, მერე ამ სცენებიდან თითო პერსონაჟი, მერე თითო პერსონაჟიდან კიდე რაღაც enhancements აკეთებს, მერე რაღაცა landscapes კრავს თამაშის და ბოლოში შედეგი გეჩნდება, რომ ერთ დიდ თამაშის 3D კანვასზე 5 პერსონაჟი მოძრაობს რა. ანუ სიგიჟეა რა. ძალიან ერთი დიდი workflow იკვრება. თან ეს წრფივი არ არის ჩატივით, ესე არ მოყვება. ანუ განშტოებები შეგიძლია გქონდეს და შეერთო რაღაც ნოუდები და შეგიძლია decision-ს მიიღებინო AI-ს. That's your agent იქ რაღაც მომენტ რა, რაღაც მომენტში. ნიკა workflow-ს დაუძახებდა, მაგრამ ნუ workflow agent რაღაც ეგეთი. და აი მაგაზე გამოყენებაზე მგონია რომ დიზაინერები, UI UX დიზაინერები მგონია რომ ძალიან მაგრა იყენებენ ეხლა ნანო ბანანას ისე დაიხვეწა რა. მაგაზე ორი სიტყვით ევოლუცია რო ვთქვათ რა. ადრე პოდკასტში ნათქვა მიმაქრო, სადაც მარტში მუშაობდით ერთ კომპანიასთან. რაღაც პროდუქტები ქონდათ, ჩათვალეთ თქვა რაღაც кейსები და ამ პროდუქტების AI image generation-ი უნდათ რა და ამისთვის ჩვენ მაშინ რაც გავაკეთეთ იყო რომ GPT-ის image gen-ი ახალი დადროპილი იყო. ოღონდ API-ზე არ იყო ჯერ რა. რაც გავაკეთეთ იყო რომ Flux-ის open source მოდელი დავატრენინგეთ ამათი ნივთებით რა. და ნუ ისეთ შედეგს ვიღებდით რა, აი ტექსტებს კარგად ბოლომდე ვერ აღიქონდა და ეს შემდეგ. მერე გამოვიდა GPT-ის image gen API და ეგეთი კაი არ იყო. მერე გამოვიდა Flux-ის, არა მერე გამოვიდა Gemini-ის image gen-ი, რომელიც ბევრად ცუდი იყო თავიდან ვიდრე GPT-ის. მერე ამ Flux-მა ახალი მოდელი გამოუშვა, სადაც იმ დატრენინგების გარეშე სურათს უტვირთავდა რეფერენსად და იმაზე კარგად სვამდა ვიდრე ჩვენ რო ქონდა დატრენინგებული და მერე ნანო-ბანანა სიგიჟე რა. აი ნანო-ბანანათი მგონია რომ დიზაინერები მაგალითად რაღაც ასეტებს აქამდე თუ სადღაც ასეტების stock image-ებს იღებდნენ, ეხლა ჩვეულებრივ აგენერირებ და სვამ ვებში რა პირდაპირ რა. ეგ ძალიან ხელშესახები ასეტია, რომ თან ფანტაზიას აძლევ შენ თავს რასაც გინდა რა. ალბათ აი stock image-ების ინდუსტრია, აი ხო რა ინდუსტრია არის. საიტებია მაგის. ალბათ ძალიან დიდი მასშია უკვე, რავი, არ ვიცი, მაგის სტატისტიკა არ მინახავს, ხა ეგ ამდენადაა შემცირებული, მაგრამ წარმოვიდგენია რომ ძალიან სუპერ Gemini ნანო-ბანანათი მაგრა ჩაანაცვლა გამრავი რა. მაგრამ მაინც პროდუქტები ჯერ არ არის ადგილზე, მაგრამ აი თქვა როცა Adobe ნუ ყო აქვს გარკვეული წელი, მაგრამ როცა ძალიან first class support-ი ექნება ამ უკვე არსებულ tool-ებს
ამისი რომ აი პირდაპირ შენს იმ editing software-ში კარგად გამოიყენო, საერთოდ ძალიან დიდი ის იქნება რა. ეგ image და აი ვიდეოს ამბავიც წარმოუდგენელი ის არის enhancement-ი რა. ხო, დაასრულე და არა, მე მანდ უფრო რაღაც კითხვას დავსვა, რომელზეც ბევრი არ მიფიქრია რა, რომ ეხლა ჩვენ რასაც საუბრობთ, ან image და video generation-ზე. Just ეხლა დამარტყე კითხვა გუბრალოდ. არ არის ტრივიალური მაგხელა ღირებულების შემქმნელი რაღაც არის თუ არა, ანუ უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტი ხო არის, რომ უბრალოდ რაღაცას რო აკეთებ და ვიზუალური, ანუ ძალიან ეფექტური, ანუ ტექსტს უნდა მე გააზრე, ანუ სურათი ეგრევე თვალში გხვდება და ის ხო არა შემთხვევით რომ მომენტ შეიძლება არაფერი დიდი არ იყოს მანდ. ანუ არსებული მექანიზმებით რა. და უბრალოდ არ ვიცი რა, ანუ ეფექტური არის, იმდენად ეფექტური არის რომ იმის ილუზიას გიტოვებს რომ მართლა ღირებულების შემქმნელი არის. მე რაღაც ესეც ვიტყოდი. უბრალოდ ბოდიში ამას გავიყვანებამ რომ მე ისე თქვა რომ ნანო-ბანანო თუ მართლა ეგეთი მაგარი არის. ანუ ჩემი მოლოდინი მაშინ არის რაღაც პროდუქტები უნდა იყოს უკვე ძალიან ბევრი ბაზარზე. რომლებიც ძალიან ბევრ აი თუნდაც იმ დიზაინერულ თინდაც იმ რაღაც არ ვიცი ფოტოშოპის ანუ ძალიან ბევრ აქტივობებს რაღაცნაირად ჭკვირვა დანაშაულს. ეგეთი მაგარი არ არის, მე მაგას ვიძახი რა. ანუ მე მაგაზე ესეთ პასუხი მაქვს, რომ აი ძალიან რაღაცნაირად ეს დაემთხვა, რომ ამ ვიზუალური image generation მოდელების პულსზე მედო ეს ბოლო 7 თვე ხელი რა და წარმოუდგენელი leap არის რა. აი ძალიან დიდი ნახტომი. და მგონია რომ ჯერ მანდ არ ვართ, მაგრამ რაღაც ეტაპზე იქ მივალთ, რომ არ ვიცი, აი საიტზე სურათებს ხო სხვამ ხოლმე რა. აი ხა მაგალითად Lovable რო საიტს აკეთებს, სურათებს ხო თვითონ არ აგენერირებს ჯერ, მე მგონი. მაგრამ რაღაც ეტაპზე ალბათ ისე კარგად მივა ეგ, რომ იდეალურ სურათებს ჩაგისვამს რა. და ეგ უკვე ასეთია რა. ანუ ეგ უკვე ველიოა. ოკეი, ეგ არის რა თქმა უნდა ველიო. ანუ არანულოვანი ღირებულება თქო და არის ეგ. თან ახლა მან სურათებში ვართ, მაინც ასე თუ ისე აი ChatGPT პროდუქტი გვაქვს სურათების მარტო. ხო? რაღაცა ისეთი ის არ გვაქვს ჯერ. მაგრამ რეალურად ახლა ანუ მარტო ის რო აიღო, რაც აჩვენ თქვა თვითონ, რომ გააქვს რაღაც პროდუქტი და თქვა Shopify-ზე ხსნი შენზე მაღაზიას, ხო? ან Wolt-ზე ხსნი სახაჭაპო. Shopify-ის აქვს, ცოტა ხნის წინ დამატა კიდე უფრო ახალი აპდეიტი მაგის. რა შენი პროდუქტების სხვადასხვა კატალოგებს ეს ძალიან მაგარი. ანუ ეგრევე გააქვს სურათი ისეთი, ანუ კატალოგური და რაღაც, რომელიც ახლა ძალიან ძვირიჯდება, რომ გააკეთო და იმის საკონ მიახლოებული შედეგი გაქვს და პლუს უნდა ამის მომავალში წარმოიდგინო, რომ გააქვს რაღაც social media-სთვის ვიდეოებიც შენი პროდუქტების რა, რომ ვიდეოს უჭირავს რაღაცა ეს და we're slowly getting there. ვიდეოებზე განსაკუთრებით. თქვენს რა შეთავეცილებას ტოვებს ეგ AI gen content-ი რო გვხვდებათ ან მაღაზიაში, ან Wolt-ზე. აი ვიდეო მე სურათებში ეგრე ხვდები, ანუ მე სურათებში ეგრე მაგრა ვერ ხვდები რა არის AI generated და რა. აი ხა მე ეგრე პირველი use case რაც მაფიქრდება არის გუშინ ტესტავდით იმას რა ქვია. წლის დასაწყისში ჩვენ დავწერეთ ჩვენ სამივე ესა mensa აპლიკაციას QR based restaurant-ისა, სადაც split payment-ები და რაღაცები არის რა. ანუ ეს ასკანერებ ვერ იყოფთ და აქედან ვაიხდი Apple Pay-ით. და გუშინ სურათებს რო უყურებდი იმისას კერძების სურათები რო იყვნენ, პირველი ეგ ვიფიქრე რა, რომ ანუ არ იყო ეგეთი კარგი სურათები რა, და მეთქი ანუ პროსტა ვიღაცას რო შეიყვანა და არ ვიცი რა, upscale გაუკეთდა რა. არა, ეგ აღკარად ძალიან ანუ მე იქნებოდი ტექსტი, ეგ აღკარად ძალიან კარგი use case იქნებოდა მართლა, იმიტომ რომ მე მახსოვს მაგ სურათების შეყვანა რა უნდათ, ფოტოგრაფი მოიყვანეს. და ანუ აი აქედან მე ანუ case იყო რომ ანუ რო გადაიღეს მე მეორე რაღაც სხვა lighting-ის სურათის აუცილებლად უნდა ყოფილიყო და მე ორჯერ მოიყვანეს რა ფოტოგრაფი. არ და როცა ანუ ამ case-ში 100% დაფარები. აი ეგ რაღაცა შარი. წეგალის კითხვა იმიტომ გამიშთა რომ ანუ ბაზარი არანულოვანი ღირებულება უეჭველი იქნება, მაგრამ უბრალოდ ანუ შეიძლება იმდენად დიდი ღირებულება როგორცაც ესე ვაიმე image generation და ვაიმე პოსტები რო იწერება რომ ახლა ვიღაცა თავის სურათის ink ვერსიას რაღაც Japanese art ვერსიას ადებს. აი რა ჩემფეხებად გინდა შეჭება. არა, ეგ არა, მაგრამ აი ის რომ ინდუსტრიაში მაგალითად აი არ ვიცი, აქედან 10 წელში რატო არა, რომ e-commerce-ებში ვაფშე ტანსაცმლის მოდელებში ფოტოშუტები აღარ არსებობდეს. რატო არა? და ეგ ეხა შენ მიდი ხა იმასთან, არ ვიცი იმასთან. ზარასთან მიდი
და კითხე ერთი რამდენ ფულს ხარჯავს იმ მოდელების დაყენებაში და დასასრულებლად ჩასმაში რა. მინიმუმ 3000 ლარი. მაგრამ ვიდეო გენერაცია ხო, ясно, რა თქმა უნდა. უჭორი 3000 ლარზე ბაზარი. ხო და ეგ მაგრად აკათავს მე კოსტებს და ეგ ჩენი მალივ რა. მან ხა ერთი შენ წერან რაღაც თქვი და მაგაზე მინდა ჩაძიება რომ მან და ჩემი ეს ანუ ეგ საერთოდ არ ეხება Photoshop-ს და ეგეთ ედიტორებს, arts photograph-ს რა. ეგ ფოტოგრაფი დღეს თუ კამერით იღებს რა და იმ რა ქვია compositions და რაღაც სტილს და ასე შემდეგ ეგ ანუ ჯერ რაღაც მოდელს აატოვს და მე უღებს ეხა ეგ მაგალითად დაწერს რეალურად რა მაინც იმის taste და ანუ იმის ის მაინც გამოყენებადია მაგრამ ანუ ის დანარჩენი კოსტი არ გაგშენო სტუდია ქონის განათებები ტექი ვიღაცა ისინი ანუ ბევრ ამას აკლებს რა აი ხა ძალიან კაი საკითხი შეეხე აი ძალიან და უბრალოდ ამ კონტექსტიდან ცოტა გადახვევა მაგრამ ბარემ რო არ დავიწყეს მაგას ვიტყვი რომ ანუ დღეს წავიკითხე დილას ლინიარის ახალი სტატია რა რომ ანუ ზოგადად დიზაინის პროცესში რა ეხლა პროდუქტის დიზაინი რო წარმოვიდგინო უბრალოდ რა ფიჩერებს ფიქრობ რა პრობლემას წყვეტ და რაღაცა რა ან და მე ამას რომ რაღაც ხორცი შეაცხადა ვიზუალურად წარმოიდგინო რა რაღაცეები AI რაც შემოვიდა რა ანუ რამდენად გადღაბნილი არის რამდენად ერთგვაროვანი რაღაცები კეთდება რა სურათები აი და ეხლა ამის ის რა არის გიო ახსენა სიტყვა taste ხო და ანუ AI რაც შემოვიდა კოდის წერიდან დაწყებული ავიღოთ და დავამთავროთ სურათების გენერაციით ან საერთოდ უბრალოდ პროდუქტის რაღაცა პეიჯი რო გააკეთო ლავაბლითან რაღა არ ვიცი არ აქვს მნიშვნელობა რა ან Google-ის ინტულით ყველგან ანუ AI აშკარად გიბიძგებს იმისკენ ტიპს რომ ანუ ძალიან ბევრი არის ფიქრო ზუსტად აი შენი taste რაცა ეგ ძალიან კარგად რო გადმოიტანო და მარტივი რაღაცებით ეგრევე შედეგები მიიღო და ყველგან კოდიდან დაწყებული ყველაფერი ერთგვაროვანი არის საშუალო სტატისტიკური საიტებია ის რაღაცა განსაკუთრებული ტიპები უცბად რაღაცა ყველაფერი და იგივე იჩნდება და ანუ მართლა ყველაზე ღირებული რასაა გინდა პროდუქტის დიზაინი დაწყებული გინდა კოდშიც აი კოდს რო შეხედავ ნაფიქრი რო აი დიზაინი რო არ გაკეთებული რაღაცა კომპონენტის რა ხო იცი ვა ახლა მაგარი რაღაცა იფიქრა აი ბოლოს ანუ ეგ შეიძლება რაღაც ბევრად შემცირდეს რა ადამიანს ეს უბრალოდ ესეთი რაღაც ლირიული ჩართვა მქონდა არა ეგ სწორია რა ანუ ფლორი აიწია კი ანუ უბრალოდ ძალიან ან თან დიზაინის კონტექსტში აი პროდუქტს რო ვიზუალურად უყურებ რა ძალიან ჩანს ეგ ძალიან რა რომ ანუ იმაზე ბევრად ნაკლებს ფიქრობს რაღაც საშუალო ტიპი ვინც რაღაცების გაკეთებაზე ფიქრობს ვიდრე უნდა ფიქრობდეს და ვიდრე აქ capacity რო იფიქროს და უნიკალური რაღაცები მოიფიქროს ის ნახე Shopify-ის landing page რაღაც თეატრები რო იყო და მაგას ეეროდის გაკეთე აღვიხსენე აბა ის იყო რა Infinite Scroll-ი იყო და ჩათვალე პატარა თეატრი იყო და რაღაც Replace ჟანდონის გაცილებით high level-ი იყო კარგ დონეზე უარესი რა უფრო მაგარი რა ბევრად მაგარია ხო მე ხო ადრე Shopify drag and drop page builder-ზე მუშაობდი და ხანდახან მიწოდა რომ ვიღაცების საიტები დამედებაგებინა რა ჩვენი მტროატო და ამშო და აი make საიტები მაგან ხე ანუ აი იმით დაწყებული რომ აი ვიღაც ნაკურთ წყალს რო ყიდის რაღაცა იმები დამთავრებული ანუ იმ ანუ ფერები თვითონ გალაგება თვითონ სურათები რა ანუ იმდენად საზღვარი e-commerce page-ები მაგან ახი რომ აი ახლა ნიკასწავლოს რომ Explore აიწიოს და აი entry point-ი არის რომ ჩემი რაღაც ტელეფონით გადაღებული სურათი შევაგდე Shopify-ზე და მაგ სტუდიოს სურათი რა ძალიან average ისეთი მაგრამ მომენტზე მე რომ ჩემ ქალაქში წავიდე და უთხრა ფოტოგრაფს რომ გადამიღე ამას სურათი ეგეც ხო average არის ანუ აბა ის არ გიღებს შენ ის აღარ მახსოვს იმ ფოტოგრაფს აქვს ძალიან სოფელ პორტრეტები რო აქვს თეთრი გადაღება არის პოსტურით. ეგ ტარანტინო. Nice, კაი guys, ანუ იმაზე. ეხლა ვიდეო editing, ვიდეო generation-ზე ვთქვათ ორი სიტყვა რა, ანუ ვიდეო უკან არის ჩემი აზრით. იცი რა გონია ხა ის ნახე და ხა გონია რაღაც პოლიტიკური შოუში ვარ და ხო იცი რა ზედაპირული ვიდეოს რა კეთებ კომენტარებს ხო ჩემი აზრით მომწონს რა ნახე McDonald's-ი რო დააკენსელეს ეხა McDonald's-მა დადო საახალწლო fully AI generated რეკლამა და ძალიან დიდი backlash-ი მოყვა მაგას და ვისგან ხალხისგან მაყურებლებისგან მე მგონი შარშანი იყო არა მგონი შარშანი იყო მეც ეკრება ანუ მანქანა და დათვები იყო AI generated და ხალხმა მაგრა დააროუსთა რა
მოკლედ თუ რამ შოვაკე ხა იყო ანუ ბანძი იყო თუ არა ბანძი იყო მორალურად ცუდი იყო ბანძიც იყო და რაღაც იდეის ესეთი მატარებელი იყო ან ხალხს გადაობა იყო და თან AI-ს გააკეთებს რაღაც ეგეთ პონტი იყო ანუ ხალხმა ჯერ არ მიიღო ეს ან შენ თორე არიცი ისე გვიყვები აა მე TikTok-ი მაქვს 30 წამიანი და ეხლა არა ისე სხვა შორის ეგ ძალიან საინტერესო თემა რომ აი ჩვენ ბაბლი ხა ზოგადად AI-ზე ეთიკურობას რა ჩვენ ახლა მაგრამ კიდია ახლა ეს ეთიკურობის ამბავი ახლა მამეთ რა მაგ ჩვენში დუდო მედაგიოს შენ რო AI generated რაღაცა რეკლამას ნახულობ სადაც ადამიანი ვიღაც AI generated ადამიანი დგას რაღაც ამბობს ჩემში ახლა იმას არ აღზრავს რომ ეს ადამიანი როგორ მოდი მე გავუკეთებ ახლა rephrasing რა ის მიმი რო არის რომ ანუ ორი პროგრამისტი როა და here bro share like take my code da he was like thank you bro da ქვემოთ რაღაცა ხოლმე ხარ oh this is my design no you can still I don't train ისედაც ან პროგრამერები ძალიან ჩვეულებრივია რომ ხო აი ეს კოდი დავწერე publicly აი ხა კომპანიაში მუშაობ რომელსაც ჩვენ ფულს აკეთებს და რაღაც ბევრი enterprise კლიენტები ყავს და ჩვენ მთელი კოდი არის ღია ან ვიდეო და დააკოპიროს რა. და რა თქმა უნდა ჩვენ ნაკლებად სენსიტიური ვართ მაგაზე რა. თორე არტისტები თუ მომვირო ხა აი ეს დაგენერირებული სურათი ჩემი ძველი სურათებისგან არის აღებული და რაღაც შეტანილი ალგორითმი რა. ჩვენ კოდზეც არის ხო დატრენინგებული, მაგრამ ჩვენ ნაკლები სენსიტიურობა გვაქვს, მაგრამ ანის შესახებ ეთიკა ნაკლები გვაქვს. არა, მე ნახე რას უფრო გულისხმენ, რომ ხო ეთიკა გვაქვს ნაკლები, ძალიან ეთიკური ხალხი ვართ. ხანდახან 1-2 უბრალოდ სიტყვავთ ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ეთიკურად ვართ. ან ნახე დუდომ რა თქვა, რომ ხალხს უბრალოდ მიიღო, ან შეიძლება მასამ ადამიანები, AI generated ადამიანები თუდად რატომ იყოს, იცი რომ რაღაცა აი უცნაურად მოეჩვენოს რა და შემაშფოთებლად თუ რაღაცა რომ ადამიანები ჩანან AI generated რაღაც ეგეთი რა. ხო და მე მგონი ჩვენი ბაბლის გარეთ ანუ იგივე კასტა არავის 5G-ის ანტენებზე იბრძვის რა. ძალიან ბევრი. ხო და მან ძალიან ბევრი. ოკეი, ანუ აი წარმოვიდგინე ნებისმიერ აი YouTube-ს ხო ჩემი მე ერთ-ერთ სოციალურ ქსელსაც ვიტყვი რომ ვიყენებ ესე აქტიურად არის YouTube და რაღაც ვიდეოს უყურებ რაღაცა რა. მაგრამ აი რო გაიჩნდოს რაღაც AI YouTube რა. რაცაუდა, ანუ კაი არ მომეწონა, ოკეი, მაგრამ ეხა მეორე სხვა ყოველს რეკლამას საერთოდ სალდო ნახო, ეგეც არ ვიცი, ანუ ქუჩაში და აი ეგონა მეკანა, რა სეგმენტზე გვაქვს საუბარი ეხა, ეგ რაღაც სეგმენტი ყოველთვის იქნება ვიცი, მაგრამ აი ზუსტად ეგ პონტია რა, რაც გიო თქვა, აი შენ რა კრეატორები თქვას ეხა YouTube-ზე ერთხელს რომ გაიღვიძო და it just AI generated content. მაგას ბიჭო, ეგ რაღაც მეტაცილობდა ხო რაღაც მაგას. რაღაც პროდუქტი გამოუშვეს, რომ აი თუ OpenAI-ს ხო თითქოს ეგ გამოუშვა ერთი ორ ძალიან ხო ანუ ხო pipeline-ში. მაგრამ ანუ არ ვიცი, ეგ უნდა ვნახოთ რა. ანუ ხო ზღა მაგას prediction ისეთია, რომ წარმოვიდგინე generation is bullshit. წარმოვიდგინე ორ ჩვენ აი ხა სხვა შორის დღეს კაი რაღაც გადაიღე, კაი რაღაც ვაკეთეთ, რომ ანუ თელ ჯერჯერობით ვლაპარაკობთ წლევანდელ წელზე reflections ვაკეთებთ რა, არაფერი predictions არ ვამბობთ რა. იმიტომ რომ წარმოვიდგინე ხა 2022 წელს დეკემბერში ჩვენ გვააპოდკასტს ხედავთ და რაღაც predictions ვაკეთებთ ტექსტზე და 23-ში პროცესზე როდის იყო აღარ მახსოვს 22-ის ბოლოს იყო მგონი. Anyway, გამოდის ChatGPT და I like ყველაფერი სხვა, ანუ ახლა შეიძლება რაღაც ისეთი სოციალური არ ვიცი. კაი აი ბიზნეს და აი ისეთ გარემოში რა, აი enterprise გარემოში, ოღონდ არა coding-ში რა. აი მაგალითად თუ ხარ sales ტიპი, თუ ხარ რაღაც business ტიპი, რაღაც dealers აკეთებ, finance ტიპი, თქვენი აზრით მაგ ხალხს რა agent-ები შეყო. მე ვიტყვი რომ პირველ რიგში ანუ agent-ები მაგაც საერთოდ არ განვცდიათ იმის გარდა რაც თქვით. ასევე, მაგრამ AI feature-ები მაგალითად რავი Google-ის სხვადასხვა პატარ-პატარა ინტეგრაციები იქნება თუ Google-ი ძალიან მოიხოდა ის ამოხრება. Deep research-ის ვარიაციები სხვადასხვა domain specific language-ებში ან Cluely თუ გახსოვთ რა. აი call-ში რო შედიხარ და sales call-ში ახ მაგათ customer-ებთან თუ მაგ ხოლმე call-ი რაღაცა feature-ს დავშვებ, მინდა რომ მივიღო feedback-ი და აი ეს ჩაობრივი აი call-ში რო შემოდის რაღაც ბოტი და რო ნოუთებს რო იწერს რა. ეგეთ შემეძეთ კაი productivity boost-ი არის რა. ანუ ადრე მესმოდა ხოლმე თქვა ვიღაც რო ველაპარაკოთ, თუ one-on-one იქ შენს მენეჯერთან რაღაცა და გესმის რო ველაპარაკე და ის ანუ კლავიატურაზე წერს რა, ნოუთები ხო ჩაიწეროს რაღაც დაიმახსოვროს და ეგ რაღაც დონეზე აღარ გიწევს რა. ან ყოველ შემთხვევაში შეგიძლია რომ
თვითონ მიტინგის მერე გადაუარო და მაშინ გააკეთო ნოუთები, არაფერი არ დაგეკარგება რა. ხო, აი ეგ მიტინგის productivity bot-ები კაი არეალია, სადაც ალბათ transcription-ი, მაგრამ AI ბოტი, შენ არა AI აგენტი. არა კი AI ბოტი არის, როგორ არა ტრანსკრიფციას. ხო, transcription-ს აკეთებს და მე პროსტა შეგიძლია ელაპარაკო summarize-ი და ეგ basic LLM ოპერაციაა რა. ხო, აგენტი არ არის. ხო, არა, მაგრამ useful არის. ეხლა მე მაგალითად ისეთი მიტინგები არ აქ ხოლმე, სადაც ჭირდება მე მიტინგის ძალიან ღრმა reflection-ი რა ჯერ. მაგრამ ეგეთი სეტი არსებობს, ახ შენ რას ვთქვი მაგალითად customer meeting-ი, სადაც რაღაც feedback-ს ყრიფავ და შემდეგ, სადაც არ გინდა რომ გაიფანტო, გონება გაგიფანტოს. თლიანად ფოკუსდ იყო და იცი რომ ვიღაცა იწერს რა. და ეგ კაი არის რა. მაგალითად ახლა მე მაგალითად გქონია, თქვა რაღაცა ვიღაც მეორე გუნდი რაღაცაზე მუშაობს და თქვა ვიღაც customer-ს ველაპარაკე, რომელსაც უნდათ ის რაც ესენი აკეთებენ და ვიცი ამაზე გაკვირით და ეს ჩვენ ხალხშია მაგალითად ეს მიტინგი როგორც stand-up-ის მსგავსი რაღაცა 10-15 წუთიანი მიტინგი მაგის AI transcripts მე ვაგდებთ და ვისაც უნდა კომპანიაში ნახავს რომ აი ამ მიტინგზე რა მოხდა რა და მე შემიძლია რომ ამ გვერდითა თემის stand-up-ი ვნახო იმ დღეს და მე რაღაც დავუკომენტარო იცი გაიხარ ხა ამან ეს მითხარო ან უბრალოდ ანუ ამათო თუ თქვეს რომ გავაკეთეთ ეს ფიჩერი უკვე ეს მაქვს ეს ინფორმაცია ეგრევე და გავაგზავნე ხა ამის უფრო deep ინტეგრაცია შეიძლება ხო რაღაცეებში და ნეტი კონტექსტ enrichment-ი გააკეთო რომ მაგალითად რაღაც ამ stand-up-ი რომ მოხდება და Slack-ში დაიპოსტება მაგალითად მე ამან გალინკოს ლინიარში და ანუ თეორიულად ამას ძალიან ისეთ პოზიციაში ხა ჩანასახში ასე თქვა მაგრამ ბევრი შეიძლება კონდეს რა ხო ეგ ხალხი ალბათ უფრო ისე იყენებს იქიდან გამომდინარე ყოველდღიურ სამსახურში რა პროდუქტებსაც იყენებენ იმან თუ ჩააშენეს AI ხა მეც linear AI-საც ვიყენებ, რომ data-გი ბოტი და hey create a ticket from this, Slack-ის AI-საც ვიყენებ, რომ summarize this thread რაღაცეები. Gmail-მა business-ის კესა. Gmail-მა დაამატა ეხა summarize email-ები პირდაპირ და YouTube-მა რო დაამატა, მიგდოთ ვიდეოზე. კითხვები ხო? ანუ ჩატი გაქვს და იმაში summarize-ზე რაღაცა. კაი რა, ჩვენ ტრანსკრიპტებზე ვიტანჯებოდით და ეხლა შეგიძლია Gemini-ის რა თულიც გააკეთაგიო, უბრალოდ Gemini სამარა კარგად გააკეთა ეგ. 10 წამის საქმე გახდა. არა, ჩვენ ჩვენი თუ ადებთ ჩაქთერებს. ხო. 10 წამის საქმე გახდა ეგ, ეგეთ რაღაცეებში კი. ანუ 10 წამის საქმე გახდა, მაგრამ მაინც უნდა ვაკეთებ რა. Just FYI. შეგა კოდია, მე კოდი არ მაქვს. კოდი არ 5 ხაზი პრომპტი არის, აი anyway. Okay, next topic ეგრე უნდა გაგიწელო. აი მაგალითად ეგეთი თული არის Clay ქვია რა. და ძალიან საინტერესოა Clay წარმოგიდგენთ ეს რაღაცა Airtable-ით, გაქვს ეს Excel sheet-ით და რაღაც როები გიწერია რა. მაგალითად გიწერია, რაღაც agency ხარ და გაქვს რაღაც target ორგანიზაციები, ვისაც გინდა რომ იწერო და არის ჩაუთო და რაღაც რა. და რეალურად ეს გაქვს თქვათ 100 ცალი ეგეთი რა პოტენციურად სადღაიციდან მოიძია თქვათ deep research-დან ამოყარი 100 ცალი მე სხვა შორის hackathon-ზე ერთ ადამიანს ჰქონდა lead generation გაკეთებული რაც მე მგონი ახლა მე საწყობი ეგეთ lead generation საკმაოდ კაი პროდუქტი იყო და მე მგონი XR ხო რა ეს good one იმედია გააგრძელეს shout out და მოგეთ ამ Clay-ში ეს კომპანიები გაქვს ჩამოწერილი და მე შეიძლება column-ები დაამატო და თქვათ column პირველი შეიძლება იყოს რომ რა თქვათ ტექსტს იყენებს ეს კომპანია რა და რეალურად ასიზამს ეს Clay შენს ამ 100-ვე row-ზე დასპავნავს ჯობებს background-ში და ყველა row-ზე გაუშვებს იმ შენ რაღაც prompts რა მაგალითად ანუ როგორ იზამს მაგასაც deep research გააკეთებს ხო რა იმათ job description-ებს რაღაცას მოძებს მაგიან და infer-ებს ასე თქვათ რა იმას იყენებენ და ეგეთ ბევრი column-ები შეიძლება დაამატო მე რაღაცები ერთმანეთში დააკავშირო და ანუ ეგეთ მაგალითად Excel-ში ძალიან გამოსადეგარი რაღაცაა, რომ ეგეთი ის კონდეს შეიძლება თან ყოველდღიურად უშვებდე თქვა 12 საათი კრონჯობივით კონდეს და ეს data enrichment-ს ეძახიან მეგონი მაგას, რომ ეს ხდებოდეს და ანუ რეალურად ეს AI-ის მეშვეობით შენ იმაშობ და ხა აქამდე როგორ დაიქნა ეს რაღაც Clay პერიოდი დააგეწყო. ხო, მომენტ headroom-ი შენ სადაც მუშაობ. ხო, ეგ არის რა. ხო და ja ამიტომ ჩემი აზრით ისევ მე მგონი აქაც ჯერჯერობით ასე თქვით ყველგან ანუ რაღაცა value შეიქმნა რაღაც game changing არ არის თითქოს და agent-ი არ არის. კი, და მთელი პრობლემა ხო ეგ არის უბრალოდ რომ ანუ მარკეტინგი ხდება რომ რაღაც game changing უნდა მოხდეს
ანუ შეფუთვა ეგრე ხდება, მოლოდინი მაგისი იქნება და რეალურად არაფერი ისეთი არ ხდება, რომ ანუ game changing იყოს, თორე არანულოვანი ღირებულებები ყველგან იქნება. That's the like summary of this whole year about AI რა, apart from coding. ხო, და ნუ ალბათ კოდის წერა არის ალბათ ის, სადაც ამ შედარებითად ყველაზე მეტი value მაინც კოდის წერა. სამ კოდის წერაზე გადავალთ. ხო. აღარ მინდა ვიდეო. მაინც რაღაც prediction-ი. აღარ მინდა თქვენი ვიდეო გენერატ. ან ჩემს აი იმიტომ რომ ეს ფეგურტი და ვიდეო. Year of Agents რაღაც ესე ვერ გამართლა ყოველ შემთხვევაში ჩვენი ანალიზით ხა რა. გონია რომ მეტი კომპანია დაიწყებს და ეხლა ჩვენთან მაგალითად და ეტყობა ჩემს უკვე ინდუსტრიას რა, ჩვენს თქოს მაგაზს დავიწყოთ უკვე ფიქრი და შემდეგ რომ მოდი agent-ები კი არ იყოს თავარი. იმიტომ რომ agent-ი ყოველთვის არის ყველა პროდუქტში რაში ჩასვეს agent-ი, მათ შორის ჩვენც არის რომ თალგა ტიპი აქ შედიხარ agent-ს და იმენა მაგას თან გადადიხარ ამ ინტერაქციაში. მაგრამ რეალურად რაც გინდა არის რომ აი მაგალითად როგორც აი მაგალითად ეს Slack bot-ები შენ რაც ახსენე ძალიან უფრო seamless ის არის, იმიტომ რომ აქამდე ადამიანს და თაგავდი და ნუ კაი ხა ბუც და თაგავ რომ რაღაც დამიავდეითი დოკუმენტაცია ან ლინიაში თქვენ თიქედან მომიძებნე. კაი ინტერაქცია და ისეთია რომ აი რაღაც არ გამოდიხარ ძველი ადრე როგორც იქცეო თითქმის ისე იქცეო და ასევე რომ არსებულ პროდუქტებში Notion-ის AI-იც. Notion-ის AI ძალიან კაია. ეხა მაგაზე ვფიქრობდი რომ Notion-ის AI top, ანუ ძალიან ანუ ეუბნები და იქ იკეთებს რასაც გინდა. ეგ არის ძალიან მაგარი. ხო, Notion-ის AI თან კარგად არის თვითონ smooth UX-ი რა. თან Notion თუ კარგად გქონდა სტაბილური Slack-ის ინტეგრაცია, GitHub-ის ინტეგრაცია, Datadog-ის ინტეგრაცია, აი ძალიან powerful რაღაც არის. აი pipe რო ვიყავი მართლა რაღაცას ვიღაც იტყვა და ვერ გავიგებდი. ესა და ეს ამ წინადადებას ამბობს, რა შეიძლება გულისხმობდეს და ყველა მაგის Slack message კომიტებს რაღაცებს ისეთ სამერს გიკეთებდა, რომ game changer-ი იყო მართლა ჩემთვის. ესე აი გადის ალბათ agent-ებში. ხო, ეგ deep research-ია. deep research-ს სხვა პლაგინით, არა web search-ით რა. ანუ რეალურად ეგ არის, მან მთელი ფასეულობა არის software ინტეგრაციებში, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზე გქონდეს მიბმული. და მე ისე old school engineering რომ მაგის რაღაც დავექტორება და embedding-ები და რაღაც data structure-ებში კარგად დაინდექსებული გქონდეს და on top of that გაქვს მე agent-ი რა, რომელიც deep research agent-ია რა. ხო და ალბათ მაგითკენ მიდიო რომ AI feature-ები რომლებიც უბრალოდ გეხმარება, შენ აფერი არ გიწევს, აი მაგალითად linear arc რაღაც summary-ებს გაძლევს რაღაც მომენტებში, თქვა ბევრი კომენტარია და უბრალოდ გიწევს. აფერს არ მიგიწევ. მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ რომ რაღაც შენ dashboard-ს რო ქნიან charts ან რაღაცას, sales რო დააწვევი, აქამდე ამოგიდო უბრალოდ მოდელს ცარიალო რო ჩაგეწერა სახელი ამ chart-ის. ეხლა პირდაპირ ხდება გამზადებული რომ okay, we inferred რომ ეს არის შენ chart-ის სახელი. აი, ეგ ამბავი არის ან იმდენი ხანი აი ამ digital UX რაღაცნაირად შევეჩვიეთ რა, რომ ეხლა ხო იყო ვითომ ის რაღაცა ბეთი რომ ამ chat-ის UX-ზე გადავა ყველაფერი რა. აი და Amazon-ს აქვს ეგეც ძალიან მაგარი Amazon-ის პროდუქტზე case study. არა, იმენა Amazon e-commerce რა. Amazon-ს ერთ წელიწად ნახევარია აქვს თავისი sale shopping assistant-ი Rufus-ი ქვია რა. ოღონდ ამ საიტზე რომ შედიხარ, widget-ად და რამე კი არ არის. პროსტა სადღაც ზევით ტრაქში წერია Rufus და იმას რო დააჭერ, მე იხსნება რა, вообще არის first class citizen რა. მაგრამ თვითონ ეს Rufus-ის AI, ასე თქვა აგენტობა, მარტო chat-ად კი არ შემოფარგლეს. აი მაგალითად, პროდუქტის გვერდზე რო შედიხარ, ხო იცით ახლა ყველა ყოფი ხართ Amazon პროდუქტს გვერდზე მილიონი რაღაც წერია რა. Amazon-ის ხო თემურო, ოღონდ ამერიკა. ხო, აი USA to Georgia-ს იმას რო წერდი ხოლმე, ხო იცი ადრესი? და ამ პროდუქტის გვერდზე რო შედიხარ, ხო ძალიან ბევრი დეტალია პროდუქტის რა, იქ რაღაცა მაგალითად მილიონი რაღაც დეტალი, რომელიც არ გესმის რა, აღწერა. და ეს Rufus-ის ერთ-ერთი ფიჩერია, რომ ესეთ box-ს აგენერირებს შიგნით იქვე. და აი ამ page-ის მიხედვით FAQ-ებს აგენერირებს დინამიურად რა. შენთვის მათ შორის რა. inline chat-ი გაქვს რა. იქვე არის chat-ები, ანუ ეს A/B ტესტზე აქვს გაშვებული რა და ანუ ხან შეიძლება გამოგიცეს ხან არა რა. ხო, ანუ ეხა ეს რას იძახი, რას გულისხმობთ ამით, რომ თითქოს ტენდენცია გაიჩნდა ისეთი, რომ ტრადიციულ UX-ში მოდი ისე ჩავაინტეგრიროთ AI, რომ ხალხის ქცევა კი არ შევცვალოთ, არამედ ხალხის ქცევა იგივე დავტოვოთ, მაგალითად e-commerce და shopping-ის რა, მაგრამ ამ AI-ით enhancement-ები გავუკეთოთ რაღაც აწილებში. ანუ არა ის, რომ მოდი აი ChatGPT-მ როგორც თქვა, რომ აი დავუშვდეთ და ChatGPT-დან e-shopping-ეთ რა. ხო, ChatGPT-ს აპები.
ხო, ChatGPT-ს აპებს თქვა. ანუ მე რაღაც ეგ ძალიან მომწონს, რომ AI-ით დავაინხანსოთ ტრადიციული UX-ს. Headroom-ს ეგეთი ის არის რა. CRM-ი ხო გაქვს და ამ CRM-ში ჩათვალე პატარა database builder-ია, სადაც ბევრი ფილდები გაქვს და აი ყველაზე მეტად ანუ chat-იც გვაქვს WhatsApp-ზე რაღაც რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მეტად მე რა ფილდი მომწონს, რომ რაღაც lead-ი შემოგივიდა თუნდაც და რაღაც კონკრეტული ფილდი გაქვს, რაღაც რამდენად possible არის რომ რაღაც შედგეს რა. აქამდე რას გააკეთებ და ტიპს უნდა გააკეთებინა რაღაც იმ 5 საიტზე ენახა მონაცემი რაღაც უბრალოდ ამ ფილდის შექმნის დროს აღწერას უწერ რომ აქ და აქ ნახე და კონკრეტულად მაგ ფილდის computations აკეთებს AI რა. არც ელაპარაკები, არც ეჩათავები, არაფერი. და აი ეგეთი AI ფუნქციონალები ჩემი აზრით დღეს ერთადერთია რაც კარგად მუშაობს და მე რაც მომწონს რა. აი ხო, მეც რაღაცა მომეწონა. ყველაფერი რომ chat-ზე გადაერთო და რაღაც აი ეგ ნო. აი ჯორდან მინდა რომ ეხა თავისი საპირისპირო პერსპექტივა გვზიაროს, იმიტომ რომ რაღაცებს არა, აი საინტერესო იქნება რა შევიდეთ. იგივე უბრალოდ ანუ მე არა, საკუთარ საინტერესო იქნება და აი რომ აი დაპირისპირდა. ცოტა რა შევქონათ tension-ი. არა, ეგ გვევასება ერთმანეთს და ხო არ არის. აი მე აუდ მე ვფიქრობ ესე და რაღაცებს რასაც ვკითხულობ ხალხი სხვები ვინმე პროდუქტებს ადეველოპებენ, რას ვფიქრობენ არის რომ OpenAI-ის including ChatGPT-ს ამ ყველა იმას ფუნდამენტურად პროდუქტის value-დან გამომდინარე ქონდა იმის ფუფუნება რომ თავიდან მარტო მთლიანი ჩატი დაიტყვევენ. იმიტომ რომ არაფერი სხვა first class-ი არ იყო, რაზეც რაღაცნაირად ჭკვირა უნდა მოიფიქრებინათ რომ რაღაცა შეეტყევინათ. არა, ანუ just raw როგორც ანუ Google search არ ჭირდება არაფერი სხვა რაღაც ერთი input bar-ი, ზუსტად ეგეთი ერთი input bar-ი დააგდეს და ასე შემდეგ. მე რასაც ტენდენციას უყურებ, ხო და ეს ტენდენცია მე როგორ ვფიქრობ ეგრე კი არ არის, ანუ რაღაცებს ერთებს ვკითხულობ, აი თუნდაც Rufus-ი React-ს ტესტავს, იქ-რას ტესტავენ, აქ-რას ტესტავენ, რომ long term vision-ი არსებული ამ წლის feedback-დან გამომდინარე არის, რომ chat-ზე გადავიდეს ოღონდ vision-ი. ანუ chat-ზე რო გადავიდეს ყველაფერი. ანუ ეგაა vision-ი რაღაც პროდუქტების, უბრალოდ ანუ ეს ვერ მოხდება რა, ხა ტიპი ერთხელ შედიოდა, ერთ დღე შედიოდა და Amazon-ი ხდება და მეორე დღე და chat-ი დახდა შეიძლება გაგიჟდეს რა, ანუ და ბიზნესი დაკარგავს მაგ იმას რა, ანუ მაგ ექსპერიენსს და მაგის ინკრემენტალური ის ხდება, ანუ ინკრემენტალური გადასვლა ხდება, ანუ მაგალითად შენ Rufus-ის პირველ ვერსიას რო შეხედავდი, Rufus-ის პირველი ვერსია იყო Rufus-ზე ვაფშე ეს მაგარი სტრანი აქვს რა, ანუ ყველგან ხო რაღაც ვიჯეტი არის, ბოტი რა, რასაც ელაპარაკები და აი გამოდის. მაგის მაგალითად გამოდის გვერდიდან რა, ანუ ის პატარა, ვიდეოდ კი არ გამოდის. ანუ overlay კი არ ხდება, ანუ UX, ანუ საიტს აპატარავებს რა. თავიდან ეგ იყო. თავიდან ეგ იყო. მაგის მერე დაამატეს ის, რომ ანუ რენდომად რომელიღაც პროდუქტის page-ზე დღეს ეხა პროდუქტის გვერდზე ხდება რა. და ანუ ეხა სხვადასხვა პროდუქტების ტენდენციებს შეხედავ, აშკარად ყველას მიზანი რატომღაც არის, რომ ხალხს ეს ჩატაობა ისე გაუგზავნოს ChatGPT-სთან, იმიტომ რომ რაღაც native რაღაცაა, რომ vision-ი აქვთ მან გადასვლის, უბრალოდ ეს ინკრემენტალური გზა არის, რომ ჯერ რაღაცა პატარა კომპონენტით დავიწყოთ, მე უფრო გავზარდოთ და საბოლოოდ ჩაყალაპოს იდეურად. შეიძლება ეს არც გამოვიდეს, შეიძლება ვაფშე ექსპერიმენტება სხვა რაღაც აჩვენოს, მაგრამ ხო ექსპერიმენტები არის ლიტერალურად ხალხადებს ტესტავს რა. მე მაგას ვფიქრობ რა, რომ ანუ მიზანი ეგ აქვს კომპანიებს, ეთლის რასაც ესე წაიკითხავ რა ინტერნეტში რა. ისე ანუ აი ძებნა რო ახსენე რა. აი ძებნაში თქვათ Google-ი რომ ნუ მან გასაგებია იახულო რაღაცები, მაგრამ ანუ Google-ი გამოჩნდა და მე აი ინტერნეტი mainstream-ში შემოვიდა. ანუ Google-ი იყო search-ი და მე ანუ ყველა საიტმა დაამატა თავის search-ი, ხო? და აი დღემდე არც ერთი search-ი, არც ერთ საიტზე აი Twitter-ზეც კი არა. ალბათ Google-ი და Amazon-ი არის კაი search-ი მარტო რა, აი რაღაც e-commerce საიტებზე არის ხოლმე შედარებით კაი search-ი და დარჩენი, ანუ Google-ში ეძებს სხვა საიტების იმას, ხო? დღეს მინდოდა Santa Claus-ის ქუდების ყიდვა. და ბიჭო, ბლოგოზე შევედი, ჩავწერე. რამდენიმე ჯერ ვცადე რა, Santa-ს ქუდი, ქართულად ინგლისურად. საახალწლო ქუდი. ხო, ეს საქართველოს შორის ცალკე პრობლემა, რომ აი არ იცი რომელ ენაზე მოდიაძმაო. გლოვეში ჩავწერე, ვერც გლოვეში, ვერც ვოლჩი, Santa Claus ქუდი ვერ ვიპოვე. არ ხო ვიცი ხა იქ უეჭოლით ვიღაც მაღაზიაში დევს ახლა. არის. და ბიჭო, Santa Claus ქუდს აგროხავს მიგდებს ახლა. რა აგროხავი? რა თვითონ აგროხავი Santa Claus. მე წავედი ფეხით და ვიყიდეთ მეთადო მაღაზიაში, ანუ დაიკარგა რა კლიენტი რა. ანუ ამიტომ ეგრეა ალბათ და მაგიტო აი ChatGPT აპებს რო აპირებს, ანუ აპები იქნება რაღაც თავისი SDK აქვს ChatGPT-ს და უკვე ხელმისაწვდომია და უკვე და მაგის სიმულატორიც გააკეთა ვიღაცამ, რომ მაგის development kit-ი რომ რაღაც ChatGPT-ს UI-ში თვითონ აი როგორც Raycast-ი თუ გამოგიყენებიათ, მაგას აქვს თავისი
პლაგინები მაგალითად. რა აი რაღაც გარკვეულ რაღაც React კომპონენტებს გაძლევს, გარკვეულ SDK-ს გაძლევს და შენი პროდუქტის რაღაც საბსეტი რო აჩვენო. მაგალითად booking.com თუ ხარ, რომ მიწერს ეს ChatGPT-ს blah თუ booking.com-ის API-ს გაკეთებთ ქარდები დაგირენდეროთ. სასტუმროს ქარდები და გადახდა რაღაცა ითევა. ის და გავიწყდა. ნუ ეგ არის რომ ანუ რაღაც ChatGPT-ს უკვე მიეჩვია ხალხი და ნამენთ უკვე ისეც იმ ეს ChatGPT data-ს დავგროვებ შენზე და რაღაცას რომ ვიწერო რაღაც თავს უგზნობ რაღაც მომენტში გეტყვის რომ წაი ძმაო დაისვა. ის და გავიწყდა. ვაფშე ChatGPT-ს აქ ფეიხოას ის დალია. ფეიხო რომ ნახანი არ გუკავშირებ. ფეიხოია. ფეიხოია. მარაკუია და ფეიხოია. ხო, ანუ agent builder-ი რო დადრობეს რა, რამდენიმე თვის წინ N8-ის. ეგეც. ეგეც ის ახსოვს. ეს ხომ ხარაგატების დრო. უფრო მაგას გეტყვი. OpenAI-ის ბრაუზერი. ხო, ეგ. რა ერქვა ატლას. მე დღეს კომენტი მახსოვდა. მე დღეს მივეცი ბოლო შანსი ChatGPT-ის იმას Figma-ში რაღაცა სურათები იყო. აუ ბოლოში. ყველა დაიმახსოვრე დღეს 25 დეკემბერი და აჩვენ ბოლო. Merry Christmas. ყველა Figma-ში იყო რაღაც 6 სურათი. ბოლო შანსი. და ეს 6 სურათი უნდა დამეკლიკებინა და ექსპორტით გადმომეწერა რა. და ეს ხო ეგ ChatGPT-თან რატო და ანუ ChatGPT ატლას უთხარი, რომ აი ხა 6 სურათს agent mode-ით დააკლიკე და ექსპორტი 4x სურათის გამიკეთე. და ChatGPT-მ დამიწერა 3 წუთის მერე, 3 ჯერ ვსვადე ახლა რომ ეხა ძალიან complicated რაღაც უყურებ ეკრანზე და ამას ვერ ვიზამო რა. და ნუ შანსი ვერ გამოდატო და Figma Canvas-ია რა, ეხლა რა თქმა უნდა, იქ სხვა დომი არ არის, რომ პირდაპირ დააჭიროს. აუ ეხა ეგეთი შანსი ვერ გამოდატო. რეალურად ხო screenshot-ებს უღებს მაინც. ხო და რაღაცა იქნა. ხო? ანუ კაი, გადავიდეთ coding-ზე. AI ბრაუზერებმაც და ამათ ყველაზე წარმატებული ნაწილი. ალბათ არა. უეცარ ყველაზე წარმატებული. აუცილებლად ყველაზე დამატებული. და ყველაზე მე ანუ ალბათ იმპაქტის ხრივაც ანუ მომენტ ეგეც საკითხავია იმიტომ რომ ნეგატიური იმპაქტი რაც აქვს ანუ ნეგატიურს თავიდანები ანუ ნეგატიური არ. ეხა ხო მუშაობდი აქამდე AI-ს და მერეც ანუ უფრო მეტი პროდუქტი და უფრო მეტი რაღაცა თქვათ დაიშიფა თითქოს სამყაროში ანუ მეგონი არა რაღაც GDP-ს არ შეტყობია ეს წელი ანუ რაღაც software-ის ხანა რო დაიწყო მაგალითად 2000-იანების დასაწყისში და რაღაცა GDP-ს მაგრა შეეტყო რა ბევრი unicorn-ები რაღაცები გაიშთა მაგრამ ეხა კოდის წერა რო გამარტივდა ამას არ ქონია პირდაპირ გავიგე რა იმიტომ რომ კოდის წერა შენ ამჩნე უბრალოდ ხალისხიან რაღაცა არა მე მაგ მეორე კითხვა მექნება ვაფშე ანუ არა GDP არ გაზდიდა ხო ანუ GDP-ი გაზრდილიყო ანუ მაშინ რესურსი რაც იხარჯებოდა ადამიანური იგივე დარჩენილი ყოველ თითო ადამიანის აუთპუტი და გაზრდილიყო ხო და ეგრე კი არისო რომ მივხვდნენ კომპანიებმა რომ თითო ადამიანს უფრო მეტი აუთპუტი და ადამიანის გაშვება დაიწყეს რა ნუ ეგ არ ვიცი რა კომპენსირებს რა რამდენად მაგასთან იყო პირდაპირ არა ხო რა თქმა უნდა მაგრამ ანუ ისა ერთად პირდაპირ ესე იგი როგორ იყო timeline მე როგორ წარმოვიდგენია რა დასაწყისი და წლის ხო ოკეი ესე იგი რაღაც ვეძებდი სხვა შორის ანუ ძალიან ბევრიც არა მაგრამ ვეძები ჩვენ პოდკასტებში რომ რაღაც სისულელეს რომ ამბობთ რა აი ამაზე და prediction რაღაც სუჩქერა ამიტომ აი ამოქეკეთ და დაგვიწერეთ ანუ იპოვიცისულელე ანუ ოღონდ is that opinionated რაღაცა ან SJS კაი რაღაც ეგეთი რომები არ ანუ repeat და ძახის ერთ იგივე არ არის და ეგეთი არ არის სიტყვაზე გამოკიდებული და ხო და ანუ ეგეთი კითხვა სანდი შენ დაახოთ 1 წლის წინ რომ აი რაღაც ვიღაც ადამიანს ველაპარაკეთ თუ ვისაც რაღაც agency-ს დაქირავება უნდა და ეგეთი კითხვა დასვა რომ თქვენთან არის თუ არაო mandatory AI-ს გამოყენება. ცოტა მოძრო კითხვა მგონია ხა რაღაცა mandatory სულ დაადგები და ტოკენების იმას ხო შეუმოწებ, მაგრამ ანუ ესე გავიგოთ რომ გახდა თუ არა, ანუ ძალიან დიდი ნაწილი არის. 1 წელს შეიძლება ვიღაცას გეკითხა რომ აი იყენებ რაღაცა agent code-ს და გეტყოდა რომ არა მე რაღაც ანონსი და ეხლა მგონია რომ აი ისეთ task-ებზე მაინც რომ აი იცი რომ ეს ერთი ხაზი გაქვს რაღაც შესწველი რა. კი, პადინგი გამიჯარდი 4-დან 6-მდე. ხო, ანუ take no mistakes. ამიტომ ეგ ცვლილება იყო. ახლა შეიძლება timelines რა. მე მგონი რაღაც 1 წლის წინ ჯერ კიდე ანუ ალბათ ყველაზე ისეთად ითვლებოდა კურსორი ანუ კოპილოტი. უკვე ქონდათ ჩატის ფუნქცია, ოღონდ აი ASCII რაც არის დღეს ძირითადად. ASCII. შეეძლოთ ანუ ყოველთვის მოდიფიცირება შეეძლოთ, მაგრამ ძირითადად ვიყენებთ როგორც ChatGPT ოღონდ შიგნით ჩაშენებული რა.
ტაბი იყო. იყო. მოუყვეთ ჩვენ ტაიმლაინი რა, თულებიდან სად ვიღა. ხო, პრინციპი კაიდეა, ანუ მოყვეთ ჩვენს. მაგრამ მე ანუ არ მომწონდა ეს კურსორი სიდიდად, მაინც თვითონ ChatGPT-ში ან კოდში ვწერდი ხოლმე კითხვებს და ტაბს ვიყენებდი მოშნად რა. და მაშინ მახსოვს იმაზე ხუმრობდით ხოლმე, რომ აი რაღაც კურსოც ბაგი ხონდა, შეიძლება არ გაგიხადა ფული და სულ ერთი 7 თვე ვიყავი სტუდენტური subscription. მოუძე ყოფილიყავთ რაღაცაზე არ ვიცი. და Copilot-ი იყო მთავარი value-ს შემქმნელი რა. Copilot-ი GitHub-ის? ხო, ანუ თვითონ თავიდან Copilot-ი და მე რაღაც მომენტში მივხვდით, რომ კურსორს ბევრად კაი ტაბი აქვს და ყველა გადავიდა კურსორზე, იმიტომ რომ ეს ტაბი ქონდა სწრაფი და თან ჭკვიანი უფრო რა. და აი დღესაც ეგრეა. მგონი გაშისულა რომ კურსორის ტაბი ყველაზე კაია და ვინც იყო ნომერი 2 იყიდეს და ამიტომ აღარ არსებობს ეს კომანდა. Graphite. Maven, Super Maven. ნუ Graphite. Graphite ხო reviewer. ხო და ეგ მან ვიყავი, მე დავიწყე კოდზე გადასვლა, იმიტომ რომ კურსორის UX-ი არ მომწონდა და კოდის ეს მარტივი UX-ად შემეძლო რაღაცების კონტროლი. ანუ მომენტ კურსორს кайხანი იყენებდი ჯერ სანამ კოდი გამოვიდა. კურსორს ვიყენებდი მაინც როგორც ედიტორად რა, ძირითადად. და ვერ ვიტყვი რომ кайხანი, იმიტომ რომ ეხლა გამოვიდა 1 წლიანი subscription-ი განვა ახლა Twitter-ზე გადავედი და ანუ ესე იგი შაშან დეკემბერში ვიყიდე კურსორი, მაგრამ 1-3 თვე ვიყენებდი ალბათ რა. ისე. მე ანუ კოდზე გადავედი, მომეწონა და უფრო რაღაცა გაუგე. აი მაშინ გამივხვდი აგენტი რა იყო, რომ აი თქმე რომ რაღაცა თაქს რომ მიცემ და დაიწყებს ამის კეთებას რა. და მე ნელა ზოგადად კოდმა აკრიფა ის რა. ანუ იმაზე მინდოდა ხაზის გასმა, რომ გადამოწვევადია ეს, რომ სანამ ჰაიპში შევიდო და მე მანამდე ვაწევ. ხო. და ანუ მაგის მერე მე მგონი ძალიან ბევრში მოხდა ეგ შიფტი. რომ აი ყველა კაინა მიხვდა რომ ო shit ანუ ეს რაღაც ნამდვილია შეიძლება ეგ იყო და მაგის მერე დავიწყე რომ ოკეი მაგის მერე ვარ რაღაც trial and error პროცესში როცა რაღაც ეს ჩემი ეხლა როგორ გამოვიყენოთ ეს ყველაზე კარგად რა ეს ჩემი მიდგომები შეიცვალა და უკვე დღეს ვიცი ასე თუ ისე აი რაში საშის მე ჩემი აზრით ან რაღაც მომენტში კურსორი წამოეწია ეს ნუ წამოეწია კურსორი სულ iterაციას აკეთებდა მალევე დამატეს ამათაც agent mode-ი და რაღაც სხვა ეგეთ ფიჩერები როგორც სამაგერთა სხვა იქ base row-ებში გინდით permission-ების სტრუქტურები mode-ი და sub-agent-ები და 1000 რაღაცა დღეს უკვე ძალიან complicated tool-ია რა. ანუ ასე თუ ისე დღეს ერთ და იგივეა უბრალოდ მაინც UX-ია განსხვავებები რა. ანუ ჩემი ჯერნიც ეგეთი იყო რომ აი სადღაც უკვე მარტიდან ჩემი ტოკენების იმას ვნახულობდი ახლა და აი ანუ ლოჯისტიკურად იზრდება რა. ხო მე რაღაც აი სადღაც ალბათ journey გავს კურსორთან მისვლის რომ აი შარშან ხა სექტემბერი თუ რაღაცა ნუ ChatGPT და VS Code იყო ერთად და ეგ pain-ი ეგ გახსოვთ აი გადააკოპირე გადმოაკოპირე კონტექსტის მიცემა ანუ ფაილებს უწერთავდი იქით იმას რა და იქიდან მომქონდა ეს იმ ფაილებს რომლისათვის შეიძლება ხო კომპანიასთან პოლისი რო არის აჰა ხელი მქონდა მოწერილი მაგაზე მე მაინც უწერთავდი და მე რაღაც ეტაპზე მე უფრო ცოტა late adopter ვარ ხოლმე რა კურსორით ცოტა გვიან ჩავერთე იმიტომ რომ აი ეს კომფორტი მქონდა უკვე ChatGPT-სთან ვიცოდი მუშაობა როგორ მექნა VS Code-ში ვაკეთე იქ ვატარებდი და მე აი კაი მეთქი ჯანდაბას fuck VS Code და ვცადოთ კურსორი. კურსორმა მაგრა იმას ქნა ის ASCII იყო პიზდე ძალიან მაგარი რა. ანუ ძალიან ბუსტი იყო. მე სხვა შორის Copilot-ის იუზერი არ ყოფილვარ და ტაბის დღემდე არ ვიყენებ ტაბს რა. ანუ რაღაცა ტაბის კურსორში? ხო, ანუ ტაბის იუზერი არ ვარ რა. რაღაც აი ეპიზოდს რო უყურებდი იქ დუდუ ამბობს რომ აუ ამბობდეს რომ მარტო ტაბს ვაჭერო რა ტაბ და კურსორსაც დიდი ხანი უწურე მე ask mode-ით, მე agent mode-ით და მე cloud code-ზე ეს შე რო დაიწყო ლაპარაკი. ალბათ 1-2 თვე დამჭირდა რომ კაი მეთქი ხა კიდე ერთხელ. Here we go again რა ის San Andreas-ის CJ-ის სურათი რო არის. აი მომიწია ტერმინალით სწავლა. და გადავედი cloud code-ზე ტერმინალით, მე კურსორის extension-ი გაიჩიტა და თუ არა, вообще ტერმინალ cloud code-თან არ ვიმუშავე. extension-ი რო გაიჩიტა, მაშინ დავაყენე კურსორში და კურსორის extension-ით cloud code-ით მივხვდი რომ cloud code-ი ძალიან ბევრად წინ არის რა და ძალიან მომწონს მე plan mode-ი, მაგრამ კურსორი მაინც მაქვს რა. default editor-ი კურსორი მაქვს, სადაც cloud code-ს და კურსორს მარტივ რაღაცებში ვსვათ. კურსორი უფრო კომფორტულია რაღაც მოვნიშნავ გამიკეთე. და ვეკითხები და ისა cloud code-ი ხო რა. მანდ ვარ ხა მე რა.
აბა, დიახ. ხო, დუდუ. მე მასახელებს stand-up-ს შემდეგ. ესე მე no updates from me. Okay, შემდეგი. did the same like yesterday and will do the same next day. მე თვითონ ChatGPT-ს UI-ში და Claude-ის UI-ში კოდს არ ვწერთ. ეგ ჩააკოპირე, გადმოაკოპირე, ჩემს ვინა უცხოა. საერთოდ არ ვაკეთებ, თან მაშინ ეგ რო ბუმში იყო, ეხა მე ისევე იქ GoPR-ში ვიყავი და ეზე პირად ვიცოდი რა, სამ ჩავაკოპირებ, გადმოაკოპირებ, ჩემი დამეწერა უფრო სწრაფი იყო. მე კურსორზე გადავედი, tabs ვიყენებდი, მარტო ask-საც არ ვიყენებდი და მე მაგრად გამისწორდა მახსოვს უკვე change-ები რო შემოვიტანა კურსორმა, რაღაც კოდს რომ დაასელექტებდი command K და იქვე რო პატარა ედიტორი გეწია. აი ეს გადაწერი, აქ დალოგი რაღაცები, მაგას ვიყენებდი და აი აგენტურ კოდის ანუ ეგეთ დამხმარესთან პირველი ესეთი შეხება მქონდა, Pipes რო გადავედი, იმიტომ რომ ეს Go-ს კოდი რო ჩემს უცხო იყო მაინც. გაცილებით ისე დამჭირდა AI-ის გამოყენება და აი მან გავუგე Cloud Codes გემო რა და მე Gitwork 3-ებს და რა ხდებოდა და რაღაც იმას მივაგენ Pandora-ს ხუთი გავხსენე რა. მაგის მე ძალიან დღემდე Cloud Codes აქტიურად ვიყენებ და კურსორის ახალი აპდეიტი ეს ვიორის აგენტური მოუდი რო შემოიტანეს, მან გადავედი, იმიტომ რომ პატარა ტასკებისთვის კომპოზერი ძალიან მომწონს და ეს plain mode-იც და რაღაც თან ეხა კომპანიის subscription-ზე ვარ on demand pricing-ზე და ეს plain mode-ი opus-ით და მე sonnet-ით გააკეთებინიან კომპოზერი ძალიან მომწონს რა. ძირითადი თემა ჩემს ეგ იყო. აი არ მოდელებში უბრალოდ პირველი დღიდან არც OpenAI და არც Gemini არ გამიყენები. გამიტესტავს, მაგრამ აი გამიტესტავ ერთ პრომპტზე რა, რომ ეს default კლობია. ერთი დღე გამეკეთებინა არა, იმენა. OpenAI განსაკუთრებით. ანუ კურსორში აუტოზე არ გიყენია. არა, სულ ჩემით ვირჩევ. აუტო ვინმეს აუტოზე თუ გიყენიათ, ჯორდანას ვიყენებ. აი insane. ლამა 1 მილიონი. არა, ბიჭო, მე რას ვიქნებ, ცი? აი ეს კლოდი რა, რაღაცა შეინარჩუნებს მოდელებს შორის. აი წარმოგიდგენთ, ახლა დუდუსთან მუშაობ ერთი თვე და უცებ დუდუ ჩაანაცვლეს, ვიღეთ გელათი და ანუ ვაფშე სხვანაირად იგებაზე, ანუ ხო ეგეთი ისაა, რომ ახლა რაღაც ხან კოდექს გავტესტავ, იმას რაღაც ცოტა სხვა რაღაცებში ვიყევ ხოლმე და აი საერთოდ სხვა ტიპია რა. აი ის მეუბნებოდა. თვითონ OpenAI-ის მოდელებს შორის სხვა ტიპებია. თვითონ OpenAI-ის მოდელებში. Sonnet-ები და opus-ები გაქვს ეს. აი ზეღარ რომ მოიგიხე, გივით მაგალითად Gemini CLI რო გამოვიდა როგორც Cloud Code, ეგ გაცლებთ ურჩევნია კოდექსაც და Cloud Codes-ს. ანუ CLI თვითონ Gemini CLI მე რო გავტესტე, ანუ თვითონ CLI-ს ქონდა ბაგები. ანუ მე ეგ მაგიდე, აი მაგის ეგ გამომრჩა, რომ აი ამ ყველაფერად ჩამოთვალე. კიდე ერთ-ერთი პლუსი რაც არის Cloud Code-ის ცოტა უფრო sticky user და ეხლა დავუბრუნდი ჩემი ერთვიანი იმის მე. Jordan-ის trip-ის მე. კოდზე რომ ანუ ყველაზე ნაკლებად ბაგი არის რა ზოგადად. ანუ კურსორში ანუ რაღაც მილიონი სხვა აქვს მაგალითად ეხლა agent mode-ზე editor შორის გადართვები რაღაც აქ დაამატეს რაღაც layout-ების სისტემა და ანუ ყოველჯერზე მაინც command L-ს რო ვაწვევი რომ რაღაც მოიშვილი კოდი ჩავარდო ჩატში რაღაც ახალი ვიდეო იქნება ანუ ზუსტად ეს ქონდა ეგ აი იქ დააწერე მე რაღაცა ძალიან ისეთი დრამებია მაგაზე ცოტა stop shipping-ები ბიჭო მე პირიქით ანუ გადავედი ერთ პერიოდი ბეტა რელისებზე, იმიტომ რომ რაც ყველაზე annoying ბაგებს იქ ფიქსავენ ხოლმე, მაგრამ სამაგიეროდ მე ანუ რაღაცა ვაფშე საშინელები ჩდებოდა და ანუ მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამ მომწონს კურსორში, ანუ მაინც ძალიან too much არის ხოლმე იქ, იმიტომ რომ I'm trying to get job done. მე კურსორის გამოყენებაში მაქვს ჩემი ცერემონია რა, ყოველ დილას რო ხსნი კურსორს პირველში, ეგრევე მალუსი მარცხნივ ქვემოთ და ინსტალავდე ის საჭირო ყოველ დღე, ყოველ დილას ეგრევე და მე ვიწყე საერთოდ რა. და მე ყავ. ხო, ჩემი ალბათ რაღაც ის არის, ყველასას რაღაც მოჩიკავს, არაფერი ისეთი განსაკუთრებული, ერთადერთი ალბათ ჩემი გამოცდილების თავისებური რაღაც არის რა, რომ ცოტა. არა, ის არის რა. ვიჩომ ჯერ კურსით დაიწყე Cloud Code-ით და მე Cloud Code-ი გადავიწყე, ანუ მე GitHub Copilot-ზე ვიყავი, ანუ მახსოვს რაღაც პერიოდი. ხო, შენ იყენე. როცა თქვენ კურსორს იყენებდით რა. და მაგის ანუ მიზეზი იყო, რომ ანუ სანამ კურსორი გამოვიდა GitHub Copilot-ზე რო იყო სამსახურსაც ვიყავი GitHub Copilot-ს ვაყენებინებდნენ გიჟებივით რა.
და რაღაც მივეჩვეულოთ და კაკრასიგეთ რაღაც აღარ გადავერთოთ. ხარ მე არაფერი. ანუ kinda cloud code-ი ალბათ რაღაც პერიოდი გამოვიყენე და დანარჩენი სულ კურსორი. ეხაც default-ად სულ კურსორზე ვარ რა, ანუ ისეც არის რომ შეიძლება იმ რაოდენობის კოდს უბრალოდ არ უწერ რასაც თქვენ და იმ კომპლექსურობის. მაგრამ იმ რაღაც პატარ-პატარა task-ებისთვის რავი რა. კურსორი ყელამდე ყოფნის და ხო, იდეაში ეხლა კურსორზე ვარ კაკრას cloud-code-ის $100 subscription-ი ვარ გადასახდელი. არ მაქვს გადახდილი, ხო. და pricing model-ში ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებთ რა. კურსორ cloud-code-ი ყველაზე predictable არის. ანუ cloud-code-ის რომ აქვს $100 თუ საშუალო ის რომელიც არის. ხო, $100. აი მაგ არასდროს არაფერი რაღაცა დიდ ლიმიტებს არ ურტყავ და არაფერი ექსტრა ჩარჯები არ მაქვს. კურსორზე ვარ ერთი თვეა და რაღაცა იქ $10 ჩავარ. ანუ ხარჯი იქ შეხვდა ოუთკისა კურსორი. იქ რაღაცა ანუ იქ ჩარჯებში თან რაღაცა წერია რომ აი ეს ამაზე ჩვენ არ დაგჩარჯავთ ახლა იმიტომ რომ ფებრალი იყო ანუ 5 ტაბი არის სხვადასხვა ტიპის ანუ აქ წერია $500 გაქვს დახარჯული ოღონდ ეს ჩვენზეა ძმაო და აი ამ $3 ჩარჯავ. მაგრამ anyway cloud code-ი რო იმუშავა ახლა doubles რო უკეთებს charge-ებს ახლა ახალი პერიოდში ასე რომ შევაჯდეთ. what ლიმიტები გავამარგებული არის რა. მართლა? შეიძლება კაფენეიტი გავუშვა ეს დღეს მაგიტო ანუ ახლა კოდი და დაუნგრეიდებული მქონდა კურსზე ვიყენე. ახლა SQL ერორი მომიშალა კურსზე გადავედი და არ ვურტყამდი იმას. მეთქი ეს $20 ფლენზე რანაირად არ ვურტყამდი. აღვიცა, ანუ გააძვირეს თუ გაიაფეს ვერ გავიგე. ამ ახალ წამდე ლიმიტები არის გამოგებული. ორჯერ უფრო მეტის გამოგება შეგიძლია. 1000 ტოკენი თუ შეგეძლო, ახლა 2000 შეგიძლია რა. ხო, ეს არ მიხსენებია კიდე რომ ცოტა იმას ხდება ინჟინერინგ საიტამ, მაგრამ ტოკენ ეკონომიკა. მაგრამ კრიკეტი არა ინდოელების საყვარელი სპორტია. ტოკენ ეკონომიკა რო შემოვიდა, ეგეც ახალ დარგია და ამას ვფიქრობ ზუსტად ეხლა რაღაც ეს რა სტარტაპშიც რო ლანჩის ემზადება ძალიან რთული გახდა subscriptions დაადო ფასი რა. როცა აგენტური ფლოუები გაქვს პროდუქტში, იმიტომ რომ აი იმან შეიძლება $20-იანი საერთოდ $100 ტოკენები დახარჯოს რა. შეიძლება მე subscription-ი კონდეს, მაგრამ კეფი დაადო და რაღაც ძალიან უცნაური გახადა პრაისინგების მოდელი ზოგადად. ეხლა რაღაც CRM-ის on demand იმას ხო არ გააკეთებ. subscriptions რა. რაღაც optimistic ისინი გათვალა და worst case სცენარიოებზე ითვლება ალბათ. worst case, best case და შუაში რაღაც საშუალო სტატისტიკა. просто ხო თვითონ ეკონომი ხო, მაგაში გეთახმები ხო. მაგიტო თემა რომ ცოტა ხნის წინ ეს. თავიდან უფასო უნდა კონდეს შეიძლება ერთი თვე თუ data არ გაგჭირდა ახარ და ხო ანუ როცა დაანჩული არ ხარ რა. ეგ best case, worst case არ იცი. და ამიტომ საერთოდ ახალის გააჩინა საფიქრალი სტარტაპ სამყაროში. და ანუ აქედან ნელა წავიდეთ უკვე შეჯამებისკენ რა თქვათ რომ ანუ ამით აი მაქიან გაუნერთ თუნდაც რა კოდზე რას თქვი ხა ხო ანუ OpenAI-ის Anthropic-ს და ისეთ Google-ს და ისეთ ხალხს ვისაც თავისი ინფრა აქვს. ყველაზე დიდი ვინერები ეგენი არიან, იმიტომ რომ მაგათ შეუძლიან რომ ყველაზე იაფად გაყიდონ ეს რაღაცა რო შოუელი ანუ ყველაფათკა რომელიც ანუ ორენაზე თქვი და მე გავიჩავი ნიჩაბი რომელიც ყველას უნდა ამბნა სამხურად ხო და ანუ ეგენი არა ყველაზე მოგებულები ხო პირველ რიგში Google-ი საერთოდ ძალიან leverage არის და მე მაგას შემოშვები იმიტომ რომ თეორიულად ანუ მოდელი თავისი აქვს და ინფრას თავისი აქვს და თვითონ ისე გახსოვთ ხო ერთი 17 ეპიზოდის უკან როდის ამბობდა იყიდე სტოკებიო Google-ის როცა ჯემინი ძალიან ბანძი იყო და მე რაღაცნაირად მოხდა რომ თვითონ ანუ პროდუქტის ხე რა ნუ მე მგონი ანუ კლოდს ძალიან დიდი მივხვდი იმისა რომ კონსუმერში OpenAI არის ლიდერი და ChatGPT არის ანუ ChatGPT ყველა მიცის ეგ სახელი enterprise თემაში არის კოდი, მაინც ყველაზე მოხდილი ერთი მხრივ, იმიტომ რომ ყველა cloud-ში შეგიძლია inference და მეორე თვითონ პროდუქტები რაც აქვს, ჯერ გათვლილია ყველაფერი ორგანიზაციაში გამოიყენო, თვითონ კოდიც კი გეუბნება. აბა ეს რული სადგინა დაამატო რეპოში, enterprise იმაში თუ შენ და შემდეგ და შეიძლება კურსორიც იყოს ვინერი რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო მოგიგაკეთოთ, თუნდაც ეს ბოლოს გრაფაიტი ხა მაგაზე არ გვილაპარაკია, მაგრამ ანუ რაღაც GitHub-ის კომპეტიტორობასაც მე კურსორზე ვბეთავ.
Lovable-ზე რო თქვით არაფერი. ხო, ანუ ისე გამოგჩა ეგ use case და ეგ იმიტომ გამოგჩა რომ coding-ში გამყავდა მე. თავიდან დამოვიწყდა რომ აი vibe coding-ი რა, ზოგადად ახლა vibe lovable, replity replity არის lovable-მა, ანუ ეს წელი ვაფშე რამე სტარტაპის წელი თუ არის lovable-ის წელია რა, ანუ fastest growing startup არის in history 3 მილიარდით პროგრამას ხერს. წარმოუდგენელია. ეხა არის გაკრას ეხა აწეს 6. ხო, ეხა აწეს 300 მილიონი 6 ბილიონი. ხო, არ უჩვენ, სიგიჟეა რა. ნუ მე მიჭირს მაგას ლაპარაკი, იმიტომ რომ არ ვიყენებ საერთოდ. ხო, დიდად არც არ ვიყენებ. ესე day to day. მაგრამ მე მახსოვს რომ რაღაცა 6 თვით წინ ვიყენებდი, მე ის მქონდა, რა ქვია, გეფი, მე გამოვიყენე, რომ გამოვიყენე, შოკში ჩავარდი, რამდენად უფრო კარგი იყო რა, იმდენი ფიჩერი რაც მაშინ აყოლა, იყო უკვე. რომ ანუ აშკარად ხო რა. და მე მგონი ეგეთ შეგვიძლია პირდაპირ გავყავთ იმ კატეგორიაში, როგორც თქვით აი Shopify-ზე, რომ აი Shopify-ზე ადრე თუ რა შენ ტელეფონზე გადაღებული სურათი დაისურვა და გედო, ეხლა Lovable-ში შეიძლება რომ ეს აწიო ეს იატაკი და უფრო რაღაც რეალური იმიდან დაიწყო თუ გინდა რაღაც web-app-ი ან საიტი გქონდეს და ალბათ Year of Agents-ში გადის რა Lovable რა. კი, უეჭვალე. ანუ საერთოდ ჯამში რო შევადაროთ, ანუ კოდთანაც არის კავშირში, ეგეთი რაღაცები იყო მაგეების აგენტების წელი. ბიზნესებისთვის არ იყო. ბიზნესების პროცესებისთვის არ იყო. ბრაუზერებისთვის არ იყო. ბიზნესებზე რაღაც დონე შეიძლება თქვა, მაგრამ მაინც ნაკლებად. იმ კონტექსტში რა კონტექსტში დაპირდები. აგენტების წელი იყო რა. ესე რო ვთქვა. კოდინგ აგენტების წელი იყო, ყველაფერი დაანჩენი, მაინც AI-ის წელი იყო რა. შემდეგი ცხენის არის. So confirm რა, ჩვენი ის გვინდა რა. Page-ed. და ეგ მოგეთ ეს იყო ჩვენი ამ წლის შეჯამება. Prediction-ებს არ დავწერთ, იმიტომ რომ თქვენ დაგითხოვდა დაწერთ კომენტარებში და ყველა prediction-ზე წავიკითხავთ და გავაკეთებთ კომენტარს შემდეგ ეპიზოდში. სანამ დავამთავრებთ, ერთი shout-out-ი მინდა გავაკეთოთ. ერთი ორი კვირის ვიყავით ქუთაისში Qubit-ის და GDG-ის გაკეთებულ hackathon-ზე რა. და Qubit-ი მინდა რომ დავაშაუთავოთ, ჩვენი მეზობელი YouTube channel-ია. სხვა შორის ამას წინათ აღმოაჩინეთ და ძალიან მაგარი კონტენტი აქვს რა. Q-ს სტუდენტები აკეთებენ საგანმანათლებლო კონტენტს და რაღაცა ვიდეო არის, დავწეროთ პროგრამირების ენა 0-დან და ტიპი წერს პროგრამირებას 0-დან და კომპილატორი ჩვენი და ძალიან საინტერესო არის და ბიჭებსაც თვითონ GDG-ის ორგანიზატორებს 200-მდე კაცი იყო. მოკლედ მე ჯორდან სპიკერები ვიყავით, FLP-ის რაღაც სკოლები გქონდა და მოკლედ shout-out აქედან რა. რაც ასე ვთქვათ. Java Cake-ია, ვინც კი, Java Cake-ის მოკითხა ჩვენი hackathon-ის პრიზი ორს ასე ვთქვათ, Oktoberfest-ს და მოკლედ და ყველა ჩვენ subscribers-საც კი, ყველას მოკლედ რა. ამდენს მოგილოცოთ ვერ გადაწყვეტილი იქნება. ხო, მე ის არებს ანუ გადაიკრთება საცივი და ესე ანუ ორი წუთი მაგაზე ვთქვათ რა, ანუ მე მგონი FLP-ისთვის overall ძალიან ისეთი კაი წელი იყო, იმიტომ რომ ესე თავიდან რა წარმოვიდგინოთ. იდეურადაც არავინ არ განვიხილავთ რომ შეიძლება სტუდიაში მისდარიყავით. იდეურადაც საერთოდ ანუ თეორიულ დონეზე არ იყო რომ რამე ჰაკათონი არათუ ანუ არათუ იმ მასშტაბის როგორც ფრიუნიში იყო, პროსტა ჰაკათონი თეორიულად უნდა გააკეთო. ანუ მაგარი ბევრი რაღაცა გავაკეთეთ რა. და მე მგონი ხო ანუ მაგ კონტექსტში შეიძლება აგენტების არა, მაგრამ FLP-ის წელიც რაღაც ჭრილში აშკარად იყო რა. უფრო არ გავაკეთებ. ჰაკათონები აჩა, საერთოდ გადავიდა. всё